მოგესალმებით, ეს არის აქცენტები, მე კაკოსიტაძე ვარ და თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე. მოგეთ დღეს ჩავწერე ინტერვიუ და სპეციალურად გადავწყვიტე, რომ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ჩამეწერა შესავალი, იმიტომ რომ მაინტერესებდა თვითონ ჩემი შთაბეჭდილება ამ ინტერვიუს შემდეგ და აი მართლა სრული პასუხისგებლობით შემიძლიათ გითხრათ, რომ ასეთ შოკისმომგვრელ დეტალებს, რომელიც გამოიტანა სისტემაში დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე ადამიანმა, გიორგი ირემაშვილმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, რამდენიმე მაღალ საკვანძო თანამდებობაზე მყოფმა პოლიციელმა თქვენ ვერსად ვერ მოისმენთ. ეს არის ამბავი თუ როგორ მუშაობს სისტემა. ხო, თითქოს ყველაფერი ვიცით. მაგრამ აქ თქვენ გაიგებთ ისეთ დეტალებს, თან ისეთ სისტემურად ახსნილს და ისეთ კონტექსტში, რომ მე მგონი გადაცემის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დარჩებით გაოცებულები. მეც მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ირემაშვილს უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად ველაპარაკები, გეგმავთ გადაცემას, რომელსაც მალე იხილავს მისმინეს მაყურებელი. პოდკასტს ირაკლი შაიშმელაშვილთან და გიორგი ირემაშვილთან ერთად, ჩემთვისაც კი იყო ძალიან დამთრგუნველი ამ ყველაფრის მოსმენა. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ამბები ჩემთვის პირადად აქვს მოყოლილი გიორგის. ასე რომ დღეს თქვენ მოისმენთ, ალბათ ჩემს პოდკასტებს შორის ყველაზე საინტერესო თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პოდკასტს, რომელსაც ვერ მოშორტებით თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ არც ერთი სიტყვა იქ არ არის ზედმეტი. მხოლოდ ამბები, მხოლოდ ფაქტები, მხოლოდ პროფესიონალის მიერ გაკეთებული ძალიან ზუსტი შეფასებები. მოკლედ, ეს გადაცემა დეტექტივებით იყურება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაცემის შემდეგ თქვენ დაელოდებით ახალ პოდკასტს. გიორგი, სალამი. მინდა პირველ რიგში გაეცნო ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, შესავალში ჩვენი არხის მუდმივი წამყვანი გახდები, ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად წაიყვან პოდკასტს, რომელიც უფრო პოლიციელებზე იქნება მიმართული და ამიტომ პოლიციელებს ვთხოვთ ყურადღებას. მაგრამ ჩვენი მაყურებლისთვის ხო, საინტერესო იქნება, რამდენი ხანი იმუშავეთ სისტემაში და რატომ წამოხვედით. და რა თანამდებობებზე მუშაობდით? ჯერ ასე გაცნობითი ხასიათის შესავალი გქონდეს. გამარჯობათ. მე ვარ გიორგი ირემაშვილი, მუშაობა დაწყებული მაქვს მუშაობა სისტემაში შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყე, ეს იყო შევარდნაძის ბოლო პერიოდი იყო უკვე 2002 წელი იყო, მუშაობდი ყველა პოზიციაზე, რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული მაქვს და ეტაპობრივად გავლილი მაქვს საფეხურები დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემდე, ამჟამად ვარ ვიცე-პოლკოვნიკი მართალია თადარიგის. ნამუშევარი მაქვს ყველა მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაწყებული ოპერატიული თანამშრომლით, დაზვერვის მიმართულებით, ოპერატიული დაზვერვის, ნარკომანიის, ორგანიზებული დანაშაულის კრიმინალურ განყოფილებებში, სხვადასხვა რეგიონში, გენერალურ ინსპექციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელი ვიყავი. მოკლედ, მთელი სისტემა მოვლილი გაქვთ. კი ბატონო, ყველა მიმართულებით მაქვს ნამუშევარი, ასე რომ ამ სისტემას ვიცნობ კარგად და სისტემიდან წამოხვედი 2021 წელს, მას შემდეგ, რაც მოხდა 5 ივლისი, ხო, ეს ყველაზე მძიმე დღე ჟურნალისტებისთვის, ასეთი მძიმე გამოცდილება ჩვენ არასოდეს არ გვქონია და მიზეზი მაინტერესებს, ხო, რატომ წამოხვედი? კი ბატონო, ეს იყო კი ბატონო, მაგ დროს წამოვედი, ანუ მაგ მოვლენების მერე სექტემბერში წამოვედი ფაქტობრივად, როცა დავწერე განცხადება და წამოვედი. და მიზეზი იყო ზუსტად ეგ, რომ იმ დღეს რაც იყო ეს ყველასთვის, ყველა პოლიციელისთვის ეხ ნათელი იყო, რა მოხდა და ვისი დაორგანიზებული იყო ეს ყველაფერი, რომ ეს რო შემთხვევით, აი მაგ კატეგორიის, მაგ მენტალიტეტის ხალხი ესე არ შეიკრიბებოდა იქ და ესე დევნას ვერ დაიწყებდა კონკრეტულ მისამართებზე, ეს ხო ახლა არ არის ახალი ამბავი და ამას ხო ყველა მიხვდებოდა პოლიციელი, მაგრამ განსაკუთრებული შემზარავი იყო ჯერ ის რა კატეგორიის ხალხი წავდათ გამოყვანილი, დაორგანიზებული აი ამ ხალხის დასარბევად. და მე კიდე კადრში არსებობს, აი ერთ-ერთი ვიდეო კადრი არსებობს, რომელიღაცა ტელევიზიის გადაღებული, როცა
ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსი ლაშა ჯოხაძე მოდის უკან მოყვება რამოდენიმე თანამშრომელი აი ეს ერთ-ერთი კრიმინალი უკნიდან ურტყავს 2 მეტრიან ჯოხს ეს ხდება კამერების წინ 2 მეტრიან ჯოხს ურტყავს თავში ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროს რომელიც საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილედ ითვლება თავში ურტყავს ამხელა ჯოხს ისე ურტყავს რომ რაცია უარდება და გვერდზე მოყვებიან პოლიციელები და არც ამ პოლიციელებს არც თვითონ არ უჩნდებათ არავის განცდა არა აქვს რომ ეს ადამიანი ან შეაკავონ მაინც ან დააკავონ ან სისხლის სამართლის დანაშაულზე და რაღაცაზე აღარა მაქვს ლაპარაკი რომ ადმინისტრაციულად მაინც ისე მაინც რომ შეაკავონ უბრალოდ აი მაგ კადრების ნახვის მე ხა მე თვითონ არ ვიყავი იქ და იმ დროს ისეთ პოზიციაზე ვიყავი უკვე რომ სამსახურებლებადაც არ მეკუთვნოდა იმ დროს მანდყოფნა მაგრამ აი მაგ კადრების ნახვის მე მივხვდი რომ აი მან დამთავრდა ეს პოლიცია რა მან დამთავრდა აი რა ვიცი თუ რამე ღირსება ქონა კიდე შენარჩუნებული და თუ რამე კიდე რაღაცა გააჩნდა პოლიციას აი მან დამთავრდა ეს ყველაფერი რა ეს იყო ჩემი გამოსვლის მიზეზი ეს იყო ბოლო წვეთი როცა უკვე მანდ უკვე გაჩერება აღარ შეიძლებოდა ეს მაინც იმისთვის სპეკულაციები არ მოყვეს რატო მაინდა-მაინც 4-5 ივლისის მოვლენებზე და რატო გაუჩნდა მაინდა-მაინც პრეტენზიები ეხლა ამას რასაც ყვები რამე ისეც ხო არ ყვები ტელევიზიაში გავიდა კადრები არსებობს მაგის და ყველაფერი არსებობს და ყველაფერს უყურებდა ეხლა ეს ხო რაღაცა ჩემი მოგონილი არ არის გიორგი, ეხლა მე მინდა ჩემ მაყურებელს უთხრა, რომ გიორგი ირემაშვილი გავიცანი მაშინ, როდესაც ნიკო კვარაცხელია საქმეზე გამოცხადდა, რომ შემკვეთები იყვნენ ძმები კაკულიები. ეს მანამდე ცნობილი იყო, თუმცა პროკურატურამ ოფიციალურად წლების შემდეგ გამოაცხადა ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მანამდე რატო არ აკეთებდა ამ განცხადებას, არ ვიცით, მაგრამ ეს სხვა საქმეა და მაშინ ირაკლი შაიშმელაშვილმა დამაკავშირა გიორგი ირემაშვილს და გიორგი მომიყვა ყველა დეტალი და მაშინ გამიჩნდა განცდა იმის, რომ ნიკო კვარაცხელიას გადარჩენა შეიძლებოდა სხვანაირად რომ წარმართული იყო მოვლენები პოლიციას რომ დაეკავებინა და პროკურატურას რომ დაეკავებინა ძმები კაკულიები, შეიძლება დღეს ნიკო კვარაცხელია ცოცხალი ყოფილიყო. ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ გადაცემის მეორე ნაწილში, მაგრამ მანამდე ვილაპარაკებთ უკიდურესად საინტერესო ამბებზე, დეტალებზე, რა ხდება მოსმენებზე სუსში და ეს ამბავი განსაკუთრებით აქტუალური გახდა, თუმცა ყოველთვის ძალიან აქტუალური იყო, მაგრამ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, როცა სუსის უფროსობიდან მოხსნილმა მდინარაძემ განაცხადა, რომ 30-ჯერ არის გაზრდილი სუსში შესული ინფორმაციის ნაკადი. სანამ ამ 30-ჯერ გაზრდილ ნაკადზე ვილაპარაკებდეთ, მანამდე მოდი დავიწყოთ გიორგი თავიდან. როდესაც მოვიდა ქართული ოცნება, მან თქვა, რომ აი მოსმენები, ფარული თვალთვალი, აღარაფერი აღარ იქნება და მოაწყეს რაღაც სპექტაკლი ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, სადაც თითქოს დაიწვა ეს ძველი ფაილები და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამბავი, რადგან წინა ხელისუფლება დადანაშაულებული იყო ფარულ თვალთვალსა და მოსმენებში. აი რა მოხდა ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ? ეს მოდი დეტალურად მოვყვეთ. მოდი მოვყვეთ, მოკლე პრეისტორიას მოვყვები საერთოდ ამ ოტოს შესახებ, ამ მითიური ოტოს შესახებ, რომელზეც 1000 ლეგენდა და 1000 მყუან მართალი ვრცელდება. ეხლა მე მოვყვები იმას, რაც ზუსტად ვიცი, რაც ყველა მიცის, ვინც სისტემაში მუშაობს, ვისაც ოტოსთან შეხება ქონია და ვინც ეხლა ეს რო გარეთ არ გამოდის, ხო, რატომღაც ითვლება, რომ აი გარეთ რო არ გამოდის, ეს რაღაცა კაი ამბავი ხდება რა და არ შეიძლება ამის უკვე ესე რაღაცა პერიოდი არსებობდა, რომ ამ თემაზე შეიძლება არ უნდა გელაპარაკა, მაგრამ უკვე ამან ისეთი მასშტაბები მიიღო და ისეთი მახინჯი ფორმები მიიღო, რომ უკვე დროარი რომ ამაზე ილაპარაკონ. მოკლე პრეისტორია ერთი სიტყვით, როდესაც ვარდების რევოლუცია მოვიდა შევარნაძის დროს, რა დაფინანსება ქონა ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მიცის, ეს იყო ძალიან მწირი დაფინანსება, არაფრის რესურსი არ გააჩნდათ, უსმენდნენ რაღაცა ოტო ჰქონდათ, უსმენდნენ მე მგონი 6 ნომერს თუ რაღაცა, მაშინ არც სოციალები არ არსებობდა, არც მობილური კავშირი არ იყო იგრე განვითარებული, რომ ტელეფონების ესე მოსმენა ყოფილიყო
და ძირითადად უსმენდნენ სახლის ტელეფონებს, აი ეს ხანდახან იმათ არის ხომ ქცეული საკანალიზაციო ჭიდან სატელეფონო კაბელებს აჯდებოდნენ და ასე შემდეგ. როცა რაღაცა განსაკუთრებული ინტერესი არსებობდა, ეხლა ისე ამ და უწინ ყველას არ უსმენდნენ. მე ანუ ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის მერე გაკეთდა სრულფასოვანი ოტო, შემოვიდა ეს ახალი აპარატურა, რა თქმა უნდა ლიცენზიით, ყველაფრით, ასე შემდეგ. აეწყო ესეთი სისტემა, ერთი სიტყვით. აეწყო ესეთი სისტემა. უნდა მიგემართა შუამდგომლობით, პროკურატურის შუამდგომლობით, პოლიცია მიმართავდა სასამართლოს, რომ თქვათ არსებობდა რომელიღაცა სისხლის სამართლის საქმე ნებისმიერი, შუამდგომლობაში წერდი ტექსტს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში, ანუ ამ დანაშაულში, ეჭვმიტანილი პირი სავარაუდოდ უნდა იყოს ესა და ეს, რომელსაც უჭირავს ესა და ეს ტელეფონი, ნომრით ესა და ეს, და გთხოვთ მომცეთ ნებართვა, რომ ეს ტელეფონი ჩავთოთ მოსმენაზე. შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, პროკურორი აკმაყოფილებდა და მოსამართლეც, რა თქმა უნდა, გაძლევდა განჩნებას. ეს ბრძანება იყო საიდუმლო, მე ამ ბრძანებით მიდიოდი ოტოში და გირთავდნენ ნომერს. დაახლოებით იყო ხოლმე 3 თვით. ესე იყო როგორც წესი, რა თქმა უნდა, ახლა მაშინაც პროკურატურა სასამართლო ერთი ვერტიკალი იყო, პოლიციის თხოვნას ყოველთვის ითვალისწინებდა ამ მიმართვას. პროკურატურა თითქმის უარი არასდროს არ არსებობდა, მართალია შეეძლო, რომ პროკურორს ნებისმიერ პროკურორს შეეძლო შუამდგომლობაზე უარი ეთქვა და ნებისმიერ მოსამართლეს შეეძლო ეს შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილია და ნომერი ვერ ჩაგვერთო, მაგრამ პრაქტიკულად ამის ეს ფორმალურად არსებობდა კანონიერი საფუძველი. მერე ანუ ეს ყველა ნომრები რაც იყო ჩართული და რასაც მაშინ უსმენდნენ, სულ ყველას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი კანონიერი მოსამართლის ბრძანებით. აი ახლა ვინც არიან მაშინდელი მოსამართლეები და ვისაც მაგ დროს პროკურატურაში აქვს ნამუშევარი და სასამართლოში აქვს ნამუშევარი, აბსოლუტურად ყველას აქვს, ვინც ყველას აქვს ხელი მოწერილი შუამდგომლობაზე პროკურორებს, აი ეგეთ შუამდგომლობაზე. და მოსამართლეებს კიდე ეგეთ ვინც რომელიც სისხლის სამართლის კოლეგიაში მუშაობდნენ, ეგეთ ბრძანებებზე. ანუ ეს ისე არ ხდებოდა და აქ ოტოშნიკს მოსდიოდა ბრძანება, იჯდა და ისიც უსმენდა. და მე რა თქმა უნდა, მე აი ბოლოს გადავალ იმ კრებსებზე უკვე მე რა ფორმით ხდებოდა ამის დაბეჭდა. ესე გრძელდებოდა, ფორმალობა იყო, ესეც არ იყო ნორმალური, რა თქმა უნდა და ესეც არ იყო სამართლე, ესეც არ იყო, ასე ვთქვათ, გამართლებული, ესეც, მაგრამ კანონიერი საფუძველი არსებობდა. რო შეიცვალა 2012-ში, იმიტომაც იყო, რომ ვერაფერზე ვერ მოედავებოდნენ მაგ უკანონო მოსმენებზე, იმიტომ რომ ყველას ბრძანება არსებობდა, 3 თვე რო გაგდიოდა, ერთი დღე ვერ ჩართავდი ისე. უნდა რამოდენიმე დღით ადრე და სუე გაჭირვება ქონა ხომი, ახლა ვისაც ოტოსთან შეხება ქონდა და ის რომ აი ვადა გამდის, დროზე უნდა გავიქცეთ, დროზე შუამდგომლობა, დროზე მოსამართლის ბრძანება, რომ ნომერი არ გამეთიშოს და გამიგზელდეს კიდე 3 თვე. იყო ხომე სუეს, ახლა ვინც მისმენენ აი ოტოშნიკები პოლიციელები ყველა მიხვდება, მე რასაც ვლაპარაკობ და ყველა მიცის რომ ეგრე იყო. 2012 წელს ესენი გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ აი მაშინ იყო უკანონო მოსმენები, ახლა ჩვენ ყველაფერს ვანადგურებთ, რაღაცა ხდება მარტო კანონიერი მოსმენები. კანონიერად უნდა მოусმინოთ. სინამდვილეში გააკეთეს რა? სინამდვილეში გაალევეს ოტო, ანუ ერთი ნაწილი დააპარალელეს, ანუ გააკეთეს ესე რომ მოდულში დატოვეს, მაშინ აი ეს ახალი შენობა მოდულის უკან რაც ააშენეს. ეხლა ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თუ სამსახურის ახალი შენობა რო არის, აი ქავთარაძის მხრიდან მოდულის უკან, ის შენობა მაშინ არ არსებობდა და მაშინ იყო მოდულში, ან მოდულის შენობაში იყო მოსამართლის ბრძანები და კანონიერად ვინც უსმენდნენ, იყვნენ ამ მოდულში, მაგრამ მოდულშივე შინაგან საქმეთა სამინისტროს -1 სართულზე, ქალაქის სამმართველოში მე-6 სართულზე, ფინანსური პოლიცია იქით უნივერსიტეტის ქუჩაზე, აჭარას ქონა კიდეთ თავისი ოტო, ეს ყველაფერი გაალევეს და გააკეთეს 2 ოტო. ანუ ერთი იყო ლევი, რომელიც არანაირი ბრძანება არ გჭირდებოდა, ნომერს მიიტანდი, რა თქმა უნდა, შენი უფროსთან შეთანხმებით, მიიტანდი ნომერს იმაში ოტოში და ჩაგირთავდნენ. არაფერი აღარ გჭირდებოდა მეტი. და აქეთ ხარეს მუშაობდა ვითომ ეს პრავი ოტო.
და რესურსი ავიდა დაახლოებით 50,000 აბონენტ შეუძლია მოусმინოს ოტომ. ეხლა სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ექნებათ. ეხლა ციფრებით არ მინდა გადაგღალოთ. ერთი ოტოშნიკი კარგად მოусმენს დაახლოებით 20 ნომერს. აი მაშინ, როდესაც ეს ლევი ოტო შეიქმნა, რითი გაამართლეს ეს, იმიტომ რომ შიგნის სისტემის ნაწილსაც ხო ქონდა იმისი განცდა, რომ ნაციონალები წავიდნენ, ყველას აღარ მოусმენთ. ანუ რა იყო არგუმენტი ოფიციალური? ეს მომენტი გამომჩა, ეხლა ეს მომენტი გამომჩა, ხო? მანდ იყო ყველაზე მთავარი ეხლა, რომ რატო რითი ხდებოდა ამის გამართლება, რომ თვითონ ეხლა ეს სისხლიანი რეჟიმი წავიდა, ახლები მოვიდნენ და რითი უნდა გამართლდეს ეხლა, რომ ეს ოტო ისევ ესე რჩება. ამნისტიით ამდენი ხალხი გამოვიდა, რეალურად მართლა ეგრე იყო, ეს გამოსვლა, აი ახლა ვინც ვაკეში ცხოვრობდა, ხო, აი ახსოვთ, ვაკე განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში რა, მე მაშინ ვაკეში მუშაობდი და აი კვირა არ გავიდოდა, მიდიოდა ეს სროლები, დაჭრები, ხშირ შემთხვევაში ეს ახალი გამოსვლები და ამნისტირებულები ფიგურირებდნენ, აი ყველას ახსოვს, რა ვიცი, აი ჩამოთვლა შემიძლია, დაწყებული აბაშიძე, ფალიაშვილი, წყნეთის ქუჩა სად იქით სოლოლაკი ვერა იქით ამხარეს აი ეს მიდიოდა უამრავი აი ეს დაჭრას როლები და ეს მართლებოდა მაგითი რომ ანუ გამოსულები არიან ამდენი ხალხი ციხიდან განთავისუფლდნენ იციან რომ იმ წინაშე ხელისუფლებას რაღაცა შეცდომები ქონდა ამ პენიტენციურთან დაკავშირებით და ანუ პატიმრებზე ძალადობა და ეს ყველაფერი და ეს რაღაცა ანუ გამოსულები იყვნენ ესენი გონორით და სტატისტიკა რო არ გაგვექცეს დანაშაულის, ოტოს გარეშე ამას ვერ ვიზავთ. ხოლო ოტოს გარეშე ვერ ვიზავთ, ანუ მაშინ უნდა კანონიერად და მოსამართლის ბრძანებებით უნდა ყოფილიყო ჩართული ეს ნომრები. ხო და მოსამართლის ბრძანებით და კანონიერად კიდე, ხო, ისევ ნაციონალების გზას ვერ გაიმეორებდნენ, რომ ანუ ფორმალურად შენ პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლო და ბრძანება აგეღო. ესეც არ უნდათ, რომ ანუ მე იტყოდნენ, რომ ეგრე ნაციონალების დროსაც ეგრე იყო. ხო და აწიეს სტანდარტი, კანონიერად რო ჩაგერთო ნომერი, აწიეს სტანდარტი, რომ ანუ მარტო ის რომ დანაშაულში შეიძლება ესა და ეს იღებდეს მონაწილეობას და გთხოვთ ჩავირთოთ ნომერი, ეგ საკმარისი აღარ იყო უკვე. ჭირდებოდა 1000 დამატებითი მტკიცებულება, რომ ეს ნომერი ეკუთვნოდა მართლა ამას და ამას და ერთი სიტყვით კანონიერად თითქმის შეუძლებელი გახდა ნომრის ჩართვა რა. და ამიტომ რახან ეს პროკურატურა და სასამართლოს რგოლი საერთოდ ამოიღეს და მარტივ გზას მიმართეს, გაალევეს ეს ოტო. იმიტომ რომ ოტოს გარეშე შეუძლებელი ხდებოდა ამ დამნაშავეების დანაშაულის გახსნა საერთოდ ზოგადად. და სტატისტიკა რო არ და მუდმივად იყო საუბარი, რომ აი რუსთავი 2 მერე და აი სტატისტიკა ეხლა და აი ამდენი რაღაცა მოხდება და მე რუსთავი 2 ამას იტყვის და მე რუსთავი 2 იმას იტყვის და ერთი სიტყვით აი მიზეზი და ახსნა იყო ეს რომ ეს ეხლა არის დროებითი და დროებით სანამ ეს დავასტაბილურებთ და აი ეს ამდენი გამოსული ეხლა კრიმინალი და დამნაშავე და ამნისტირებული და სანამ ამ სტატისტიკას დავარეგულირებთ მანამდე მოდი იყოს ეს გალევებული ოტო თან ახალი მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში რეიტინგი ქონდათ ის ქონდა ეხლა ვინ მოედავებოდა მაგაზე და ესე დაიწყო და როგორც მოგეხსენებათ არაფერი ისეთი მუდმივი არ არის როგორც დროებითი რაღაცეები ხომე გადაწყვეტილებები ხომე და მე დარჩა ესე აი მე როგორ მუშაობდა ეს ლევი ოტო და უკვე როგორ გამოიყენებოდა ის ყველას წინააღმდეგ პოლიტიკური ოპონენტი იქნებოდა თუ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები სამღვდელოება ანუ საპატრიარქო და ასე შემდეგ კი ბატონო მე ანუ ეს პოლიტიკური მოსმენები არ შეწყვეტილა არც ერთი დღით შეიცვალა თუ არა ხელისუფლება რა თქმა უნდა ისე როგორც სუსმა გააგრძელა პოლიტიკური მხარე ანუ პოლიტიკური ოპოზიციონერების ძირითადად მაშინ ითვლებოდა ნაციონალური მოძრაობა ითვლებოდა ოპოზიციონერების მოსმენა საჯარო ცნობადი ტიპების იქნებიან ეს რა მსახიობები ხელოვნები ჟურნალისტები არ უნივერსიტეტის და ხო საგანმანათლებლო პროფესიული წრეები ასე შემდეგ ძირითადად აი სკოლის დირექტორები, განათლების სისტემიდან უნივერსიტეტის რექტორები აი ეს ხალხი რა ეს ქონა სუს მიბარებული. და აქეთ მხარეს უსმენდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო უსმენდა ძირითადად დანაშაულს.
ეს ცალკე კიდე სალაპარაკო თემა არის, რომ იმ დონეზე არის გაზარმაცებული შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია იმ დონეზე იყვნენ გაზარმაცებულები და ეხლა საერთოდ კატასტროფული მდგომარეობა არის, რომ დანაშაული რო ხდება, პირველი იწყებენ ოტოთი, რომ ოტოს იმედზე არიან, რომ აი ოტოში რაღაცა გავიდეს, ვიღაცამ რაღაცა თქვას, ვიღაცამ რაღაცა რომ დანაშაული რო გაიხსნას. სხვა მეთოდები დანაშაულის გახსნის, ხო, აი ფაქტიურად უკვე აღარ არსებობს, იმ დონეზე გაზარმაცდნენ. და იმ დონეზე არის ეს წლების განმავლობაში მიმდინარეობს ეს. ხო და სულსმა წაიღო ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭა ეს, მაგრამ თუ რამე პოლიტიკური გავიდოდა და თუ რამე საინტერესო გავიდოდა, თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოტოშნიკს თუ გაუვა რაღაცა, ფინანსური პოლიციაც ძირითადად როგორც სუსი ისე მუშაობდა, იმიტომ რომ ფინანსურს ახლა არაფერი ისეთი მოსასმენი არ აქვს, იმდენი მოსასმენი არ აქვს და ძირითადად ეგენი სუსი იყვნენ მის მიბმულები. და თუ რამე პოლიტიკური გავიდოდა, რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში შენ რასაც უსმენს, ოტოშნიკი რასაც უსმენს, მე საღამოს ადის და ჯერ ბლოკნოტში იწერს, ანუ რასაც უსმენს საინტერესო, ყველა ოტოშნიკს იუნდებს ბლოკნოტი, იწერს იქ საინტერესო რა მოხდა, მე ადის საღამოს და კომპიუტერზე ბეჭდავს და ეს ცნობა შედის მე უფროსთან და მე მიმართულებების მიხედვით ერთი სიტყვით. ხო და თუ რამე ისეთი გადიოდა პოლიტიკური საინტერესო, აქედანაც რა თქმა უნდა მე იგზავნებოდა სუსში, თუ რამე ისეთი გავიდა. ანუ სუსი იყო კონცენტრირებული პოლიტიკურ მოსმენებზე, ასევე კომპრომატების შეგროვებაზე, ფარულ ჩანაწერებზე, ამასაც შემდეგ გავშლით, როგორ ხდება ეს ფარული ჩანაწერები, როგორ აჯდებიან კუდზე და ვისი გამოყენება ხდება. ანუ რამდენი მომხმარებლის, ასე ვთქვათ, მოსმენა შეუძლია ოტოს ერთ თანამშრომელს? კი ბატონო. ერთი თანამშრომელს კარგად შეუძლია ხარისხიანად მოусმინოს 20 აბონენტს. მაგრამ ეს 20 აბონენტი არ ნიშნავს, რომ 20 ტელეფონს უსმენს მარტო. 20 თითეული აბონენტი, თქვათ მე უსმენ თქვენ ტელეფონს. ერთ-ერთი აბონენტი თქვენ ხართ. თქვენ ხო თქვენი მხრივ დღის განმავლობაში უკავშირდებით დაახლოებით 5-6 ადამიანს. საშუალოდ ავიღოთ 5-6 ადამიანს. ვისაც უკავშირდებით, ანუ თქვენი ტელეფონის მეორე მხარეს ვინც არის კავშირი, მე ხო იმასაც უსმენ. ანუ ეს ერთი აბონენტი ითვლება საშუალოდ უნდა გაამრავლო დაახლოებით, საშუალო არითმეტიკული უნდა აიღო თითო ადამიანი, რამდენ ადამიანს ეკონტაქტება საშუალოდ. და რესურსი არის 50,000 აბონენტის მოსმენის. ეხლა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდილი ექნებათ, მე ცოტა შეიძლება კიდევ ძველი, მაგრამ მინიმუმ 50,000 არის. თუ მეტი არა ეხლა. და რადგან ოტოშნიკის ეხლა 20 ნომრის მოსმენა ყველაზე ისეთი მინიმალური ოდენობა იყო ხოლმე და ყოველთვის 20 არც ერთი ოტოშნიკი არ უსმენდა და ყოველთვის როგორც წესი ჰქონდათ მეტი ნომრები და ხშირად ყოფილა რომ 100 ნომერსაც უსმენს ერთი ოტოშნიკი. ეს არის ურთულესი საქმე. აი ხალხს გონია რომ უბრალოდ შენ ყურცასმენი გიკეთია და უსმენ ვიღაცას რაღაცას როცა ლაპარაკობს. ეს არის ურთულესი, აი ფსიქოლოგიურადაც ურთულესი საქმე არის ეს მოსმენა. იმიტომ რომ შენ თვეების განმავლობაში უსმენ ვიღაცას, იმ ვიღაცის გარშემო უსმენ წრეს, ოჯახის წევრებს. ფაქტიურად პიროვნების გაურება გიხდება, იმის ცხოვრებით ცხოვრობ. შენ დაახლოებით 12 საათი დღის განმავლობაში უსმენ ამას, ამ პიროვნებას, მის ოჯახის წევრებს, რას გადაადგილდება, რითი ცხოვრობს, სად მიდის, სად მოდის. რას ყიდულობს, რა მესიჯები შემოძდის, კარტა სად გაატარა, ბარათი სად გაატარა, საკრედიტო, ასე შემდეგ. მე ერთი ობიექტი არ აყავს, შენ ყავს 1, 2, 3 ობიექტი, ანუ ამათი ცხოვრებით ცხოვრობ შენ თვეების განმავლობაში, ზოგიერთი არის ობიექტი, რომ წელიწადზე მეტი არის ჩართული და წელიწადზე მეტი კონტროლდება. და აქ ერთი და იგივე ადამიანს და მე უკვე არ გჭირდება შენ საუბრების მთლიანად მოსმენაც არ გჭირდება, რომ შეხედავ შენი აბონენტის ნომერს, ვის უკავშირდება. უკვე იცი იმათმა რაზე უნდა ილაპარაკონ, ანუ იმ დონეზე ხარ შენ იმის ცხოვრებით, იმ დონეზე ცხოვრობ, რომ შენ უკვე უყურებ რომ აბონენტი სიტყვაზე ურეკავს ნომერს და ეს ნომერი დედამისის ნომერია, ან სიტყვაზე მამიდის ნომერი არის. უკვე იცი რომ ისინი რა თემაზე ილაპარაკებენ, წინასწარ იცი და ამის მოსმენაც აღარ გჭირდება უკვე. ხო და ეს მე ფსიქოლოგიურად ძალიან, ეხლა მით უმეტეს ძალიან ბევრი პირად რაღაცას იღებ, პირად ინფორმაციას იღებ, ეს ძალიან თგუნავს ფსიქოლოგიურად. აი ურთულესი საქმე არის ეს, იმიტომ აი ეს ოტოშნიკები, აი რა ვიცი,
ურთულეს სამუშაოს ეწევიან რა. ეხლა განა იმას ვიძახი, რომ უკანონოდ რო უსმენენ და რაღაცა გამართლებას კი არ ვაძლევ, მაგრამ ფსიქოლოგიურად მეთქი არის ურთულესი სამუშაო, ეს არ არის ადვილი სამუშაო რა. ხო და ის რაც მე სუსისკრებსებით გამოიყარა, სუსისკრებსების დროსაც გამოიყარა, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ აი ეს არის დამადასტურებელი იმის, როგორ მუშაობს ზუსტად ოტო. ეს იყო საბოლოო პროდუქტი, რასაც ქმნის უკვე უტოშნიკი. აი ცნობები, ეს არის უკვე საბოლოო პროდუქტი. ანუ იმა რაც მოусმინა, ჩაიწერა ბლოკნოტში, აიტანა უფროსთან, მე იქ რაც მიიჩნიეს, რომ ის იყო მნიშვნელოვანი, ის უკვე დაბეჭდილი და უკვე შემოკლებული ფორმით არის უკვე ეს ცნობის სახით უკვე არის გამზადებული. ესე იგი, ეხლა ჩვენ ვილაპარაკებთ მოგეთ სხვა პოდკასტებში, როცა დაიწყება შენი და ირაკლის პოდკასტი, შეიძლება ცოტა ხანმეც დაგეხმაროთ, ასე თქვა, წაყვანაში. აქ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებთ განსაკუთრებით აი ამ აღუდლების სკრეპსებზე, სადაც აი ყველა ინფორმაცია და ყველა დეტალი იყო და ამ სკრეპსები, როდესაც გამოვიდა, იქ აღმოვაჩინე ჩემი და იაკობის მიმოწერა. აი იცი როგორ დეტალებში იყო ეს მიმოწერა კი არა კაცო, საუბარი. სატელეფონო საუბარი ერთი პერიოდი ეს ქორეპისკოპოსი იაკობი მირეკავდა, მიყვებოდა შიგნი რა ხდებოდა საპატრიარქოში, თან არაფხიზელ მდგომარეობაში და მე ინტერესი მქონდა რომ გადაცემაში მომეყვანა, მაშინ რუსთავიორში მუშაობდი და მოგეთ ვუსმენდი საათობით, ეს საათობით საუბარი იყო უწვრილესად გაშიფრული. აი ისიც გამახსენდა, ეხლა იცი რა მახსენდება, რა დეტალი მახსენდება, რომ იქ ვეუბნები, რომ რაღაცა მიდგას გაზზე და უნდა გამოვრთო. იმიტომ რომ თან მე მგონი მინდოდა თავიდან მომეშორებინა ეს მთვრალი იაკობი. და ესეც იყო შეტანილი და ვფიქრობდი ნეტა რა მედგა გაზზე. კი, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა შენი თვლებოდი ამათი მოსვლიდან ოპოზიციურ ჟურნალისტად და რა თქმა უნდა, შენ იმას ყველაფერს მოусმენდნენ, მაგრამ აი რამოდენიმე შენი საუბარი იაკობთან თუ გეკნებოდა დაახლოებით, აი მაგალითად ავიღოთ რეგულარულად თქვა თვე და ახევარი ყოველ დღე თუ ერთმანეთს ესაუბრებოდით, ხო? აი უკვე ოტოშნიკი ფაქტურად მოსმენასაც აღარ დაიწყეს. უკვე იცის თქვენ რა თემებზე უნდა ილაპარაკოთ დაახლოებით რა. ხო და აი ეს ზუსტად მაგხელა ეს საათნახევრიანი, ნახევარსაათიანი საუბრები, ეს არის აი ურთულესი მოსასმენი, რომ იქიდან მე შენ ერთი სიტყვა უნდა დაიჭირო, ან რაღაცა ორი სიტყვა უნდა დაიჭირო, რომელიც შენ მე ცნობაში დასაწერად გამოგადგება. მაგრამ თქვენი რახან შენ იყავი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, აქეთ ხარეს ქორეპისკოპოსი იყო, ხო, ეხლა ეს ორი ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყავით, რომ ეს რა თქმა უნდა დეტალურად იყო და ეხლა ეს ვიღაცას ძალიან ზევით აინტერესებდა, ეხლა ეს არ იყო ვიღაცა საშუალო დონის ინტერესი არ ექნებოდა მაგას და ცნობას როცა აიტანდნენ, იმას სათანადო მე ზევიდან რეზოლუციაც დაედებოდა და მიმართულებაც სად უნდა წასულიყო ეგ და ვის უნდა წაეკითხა რა და რა თქმა უნდა პირველ პირებს ეხლა ეს მithumetes აი ესეთი საუბრები ძალიან უყვართ რა აი როგორც არ უნდა ვინც არ უნდა როგორც არ უნდა თქვას ხო აი არავინ არ დაიჯეროს რომ იციან ხომ ეს რომ მე ვინ მომისმენს და აი მე ვის რაში ვაინტერესებ და მე რა უნდა ისეთი რა უნდა ვილაპარაკო და ჩემი ის იყოს და რაღაცა და ყოველთვის ყველა საუბარში შეიძლება ყველა იმაში შეიძლება რაღაცა ისეთი დეტალის დაჭერა რომელიც იქნება საინტერესო, რომელზეც მე ცნობა დაიწერება და ზუსტად ეგ იყო მე 70000 ფაილი რაც გამოვიდა. ეს იყო წლების ნამუშევარი რა. მან მარტო თქვენ ხوارიყავით, მან იყვნენ სკოლის დირექტორებიდან დაწყებული მსახიობები. აი ვინ გინდა მან არ ყოფილიყო, ხო? ანუ ყველა ეს დანაწილებული აქვს უსმენს ყველა დეპარტამენტი, სუსის, ყველა დეპარტამენტი. დანაწილებული აქვს მე ეს სექტორების მიხედვით, ანუ ვინ ვის უფრო რომელ მიმართულებას უნდა მოусმინოს და ასე შემდეგ. როგორც კი რამე გავა მე საყვარელი თემა რაც არის, აი რასაც ეგენი რა საბჭოთა კავშირის მოყოლებიდან და მოყოლებული და საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და კაკებედან მოყოლებული რაც აქვს საყვარელი თემა პირადი ცხოვრების დეტალები. აი იმაზე რაღაცა ნებისმიერ რაღაცა დაიჭირონ მე იმას თუ რაღაცა ეს ოტოში გავიდა, იმას უკვე მე ოპერატიული სამსახური აგრძელებს უკვე მუშაობას, კამერების დაყენება, დამონტაჟება, ასე შემდეგ.
ეგ მოგვიყევი ეხლა დეტალურად. ჯერ ის გითხარი აი ეს ლევიოტოს კურილკაში სადაც ეწევიან ხოლმე რა ესე იგი წარმოუდგენელი ჭორები ტრიალებს ალბათ მთელი ქვეყნის. შემდეგ როგორ გამოარჩევენ ამ ადამიანებს, რომელსაც უკვე კუდზე აჯდებიან, ანუ შეიტყობენ ამ საუბრიდან, რომ ვთქვათ, ყავს საყვარელი, ან კორუმპირებულია, ან რაღაცა მსგავსი, რაც კომპრომატად იმუშავებს და შემდეგ როგორ ხდება უკვე კუდზე დაჯდომა და გაყოლა. კი ბატონო, მოდი პირველი საკითხი, ხო, ეს აქეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლა ოტოს დაუბრუნდეთ. აქ არის, ანუ ერთ სივრცეში მუშაობენ არიან რეგიონის ოტოშნიკები, ყველა რეგიონს ცალკე ყავს რამოდენიმე ოტოშნიკი რაიონების მიხედვით, ეს რეგიონების არიან თბილისის, არიან CKPD-ს კიდე ორგანიზებულ დანაშაულთან და ამ ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურის თავიანთი ოტოშნიკები ყავთ კიდე, ერთ სიტყვით ესენი არიან ერთ სივრცეში სულ ყველა. მერე გარეთ ახლა ყველა ჯერ იმ შიგნით არ შეიძლება არაფრის შეტანა. არც ტელეფონის სკანერით ჩხრიკავენ სპეციალური პირი დგას, იქ რომელიც მეტალო დეტექტორში უნდა გაიარო, თან სკანერით რომ შიგნით არაფერი შეიტანო, არაფერი გადაიღო და იქიდან არაფერი არ გამოიტანო. ერთ სიტყვით შეგიძლია მარტო ბლოკნოტი და პასტა შეიტანო და იქ უნდა ამოიწერო თუ რამე. გარეთ მე ხა ყველა გამოდის სიგარეტის მოსაწევად. აი ჩახუთული გარემო არის შიგნით ეხა ზიხარ უსმე რამდენი ხანი უნდა გეკეთოს ეს ყურსაც მეინ და იმან საკნა. გამოდიან გარეთ დასასვენებლად. გარეთ არის ეგრეთ წოდებული კურილკა მოსაწევი ადგილი მოდულშიც იყო ხოლმე ეგრე მეორე სართულზე აი ბალკონი იყო ხოლმე ოტოს წინ. თუ ეხა ვიც არის ადრე ნამუშევარი ყველა სახსოვს ეგ ბალკონი. სადაც იყო ხოლმე და კიდე უკანა ეზო. ადრე და ეხლა სამინისტროში ეგრე ყველგან არის ერთ სიტყვით ეგეთ სივრცე გამოდიან და მე ყველა ყובה ერთი თავის ამბებს რომ ჩემო ობიექტმა ეს ეკნა, ჩემო ობიექტმა ეს ეკნა, რეგიონის ყובה თავისას, ის სამეგრელოს რეგიონის ოტოშნიკი ყובה თავისას, ჩემთან ესეთი რამე მოხდა, კახეთის ყובה თავისას. ერთი სიტყვით თუ ვინმეს ხელი გაუქნია, თუ ვინმე სადმე რამე მოხდა, აი ყველაფერს იგებს, ყველაფრისას ყველაფერს იგებს. იმ დღეს აი რა მოხდა წინა დღეს სიტყვაზე რა მოვიდნენ დილას ღამიზარებით წინა დღიზარებით მთელი დღიზარები გაიარეს და იმ დღეს საქართველოში რა მოხდა ყველაფერი იცის აბსოლუტურად თან აი დამიჯერეთ არ არსებობს სახელმწიფო უწყებებში აი არ არსებობს ეგეთი ჭორიკანა უწყება სადაც იციან ჭორაობა აი და უყვართ როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ეს განა იმიტომ რომ აი რაღაცა უბრალოდ სპეციფიკურად ეგრე არის ეს სამსახური მოწყობილი, რომ უამრავი მთელი ცხოვრების, ანუ დროის უმეტეს ნაწილს სახლის მაგივრად ატარებ იქ. ესე არის მოწყობილი, არ ვიცი, ალბათ საბჭოთა კავშირის დროიდან ეგრე მოყვება რა. რომ დიდი ნაწილი უნდა იყო უფროსებსაც ესე აქვთ, რომ მოსწონთ ეს, რომ შეიძლება იყოს სულ სამსახურში. ხო და იმ სამსახურში რა უნდა გააკეთო და მიდის ეს ჭორაობა იმან ესე ოტოშნიკი მე როყვება რომ ჩემთან ეს მოყვა ჩემთან ის და თელი საქართველოს ამბები ირკვევა იქ ერთი სიტყვით ხო და ამიტომ როცა ვიღაცაზე არის ხომე ლაპარაკი ყველაზე ინფორმირებული ხალხი არიან პოლიციელები ერთი სიტყვით რა აი ყველაფერი იცის რა ხდება აი ინფორმაციის დეფიციტს არ განიცდიან არანაირად ყველაფერი იცის აბსოლუტურად ყველაზე ინფორმირებული ხალხი არიან ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე ეხლა იქით როგორ ხდება ისინი როგორ უსმენენ. თქვათ ორი ადამიანი შეთანხმდა სადღაცა სასტუმროში რაღაც კონფიდენციალურ შეხვედრაზე. ნუ არ აქვს მნიშვნელობა რაზე ხდებიან. ორი რომელიც ამათ აინტერესებთ რა, ოპოზიციონერი თქვათ და ვიღაცა რა. თქვათ შეთანხმდა. ოტოში გავიდა თქვათ ეგ რაღაცა. აი რაღაცა მინიმალური გავიდა რა. თქვათ ოპოზიციონერმა თვითონ არ პირდაპირზე ახლა ყველა ოპოზიციონერმა იცის რომ პირდაპირზე არ უნდა ილაპარაკოს. შეიძლება ოპოზიციონერმა არა თქვას, მაგრამ ამ ოპოზიციონერის ცოლმა თქვას, ან ძღოლი ყავდეთ ჩართული, ძღოლი უეჭველი ჩართული ეყოლებათ, ან დათვა თქვათ. დაცვის თანამშრომელი იტყვის სადღაცას, ვიღაცას ეტყვის რომ აი ჩემი ობიექტი ეს თქვათ, მიდის სასტუმროში, ამას უნდა შეხვდეს, ამათ აქვთ უკვე ინფორმაცია რომ მიდის და უნდა შეხვდეს სასტუმროში ვიღაცას. ყველა სასტუმრო, აი თუ რომელიღაცა გამონაკლისები არ არის, თქვათ, აი ვიღაცას თქვათ ისეთი ოპოზიციონერად განწყობილი ადამიანი თქვათ ვიღაცას თუ აქვს სასტუმრო რა, აი ხო თქვათ უშიკასთან მაგალითად ვერ მივლენ და ვერ ეტყვიან რომ ერთი ნომერი გამოგვიყევი და იქ კამერა უნდა დავაყენოთ და თუ ვიღაცა შემოვა უნდა გადავიღოთ შიგნით, თქვათ.
ეგეთ ვიღაცას ოპოზიციურად განწყობილს არა, მაგრამ ძირითადი და ბრენდები რაც არის, დაცვის სამსახურის უფროსები ყველა მიბმული ყავთ აბსოლუტურად და წინასწარ ეკავენ ერთ ნომერს ამზადებინებენ, რომ ეს ოპოზიციონერი და ეს ვიღაცა მაგის კავშირი რომ შევლენ, მივლენ იქ, რომ უნდა შევიდნენ ამ გამზადებულ ნომერში. და იქ კიდე რაც მოხდება მერე და რაც ცილაპარაკებენ, ყველაფერი იქ ზუსტად ჭირდებათ, აი 5 წუთი ჭირდება ოტო სპეციალისტებს, მერე აი ესე ორი კაცი პატარა რუგზაკი შევლენ შიგნით და დააყენებენ, სადაც დასაყენებელი არის 5-10 წუთი მაქსიმუმ ჭირდება, всё ის ოთახი გამზადებული არის, ის ნომერი გამზადებული არის, შევლენ ჩაიწერენ ყველაფერს. ანუ აი ყველა ესე თქვა დიდი ბრენდის სასტუმროებში ხდება ეს? კი. აი როგორ, ანუ შეიძლება ბრენდის წარმომადგენელმა არ იცოდეს ეს ან თავარმა მენეჯერმა, მაგრამ წყდება დაცვის უფროსთან, დაცვასთან წყდება ეს ამბავი? აი ეგ არ ვიცი ახლა ერთმანეთში მაგდონეზე როგორ გადიან მაგ საკითხებს რა, მაგრამ სავარაუდოდ ეგრე არის რომ რომელიღაცა თქვა მერიოტის მენეჯერი ეკითხება დაცვის სამსახურის უფროსი ხო ითვლება რომ ვიღაცა ისეთი არის ანუ რახან დაცვის სამსახურის უფროსი ესე იგი რაღაცა წარმოადგენს დაცვის სამსახურის უფროსები როგორც წესი არიან ძალოვნებთან ანუ მეკონტაქტე პირები რა ანუ ძალოვანთან კონტაქტი აქვს დაცვის უფროსებს როგორც წესი თან ეს დაცვის უფროსები ხო ხშირ შემთხვევაში არიან ყოფილი თანამშრომლები ან სუსის ან პოლიციის ან რაღაც ეგეთი. ხო და დაცვის სამსახური უხსნის რომ სუს მაქვს თხოვა რომ ესა და ეს ნომერი ანუ რახან სუს მაქვს თხოვა ესე იგი რაღაცა სახელმწიფო მნიშვნელობის არის ეხლა მენეჯერი მაგის კითხვას ხო მერიოტის მენეჯერი ხა არ დაიწყებს მაგის კითხვას რომ აი ვინ უნდა შემოვიდეს ამ ნომერში თქვა გვარამია თუ ვაშაძე უნდა შემოვიდეს თუ ვის უნდა შემოვიდეს და ვისთვის ჭირდებათ ეს ნომერი მაგ დეტალების გარკვევას არ დაიწყებს დაცვის უფროსი ეუბნება რომ სუს ჭირდება იმანაც იცის რომ ხა სუსი ესე იგი სახელმწიფო მნიშვნელობის რაღაცა ხდება ესე იგი რახან სუსია და რახან სუს ჭირდება და ისიც თანახმა არის რა გაუმზადებენ ერთ ნომერს და ეგ იქნება რა ანუ ყველა თანამშრომლობს, ყველა გამონაკლისის გარეშე დიდი ფრენჩები რაც არის, ყველა თანამშრომლობს აბსოლუტურად მერიოტი, შერატონი, რედისონი, არავინ არ ათქვას რომ ეხლა რომელიმე დაცვის უფროსი გამოდგება ეხლა და იქ სუს უარს ეთქვის რამეზე რა. აი გამორიცხული არის პროსტა. ხო, გავიხსენოთ აი გახარიას ამბავიც. ხო, გახარიას ამბავზე ზუსტად ეგრე არის, ხო, გახარიას ამბავზე მოითხოვეს გახარიას ადვოკატმა მოითხოვა კამერები, ყველაფერი იქნა დაცვის უფროსმა და რა ვიცი, ბოლო სერიაში ის კამერები მაინც არ მისცეს. ხანის რა მიზეზი მოიგონა, ხან რა მიზეზი მოიგონა, როცა ვალდებული იყვნენ, რომ დანაშაული მოხდა, მოითხოვა, დაცვის მხარეს შეუძლია რომ მოითხოვოს, ანუ დაცვის მხარესაც ხო თანასწორობის პრინციპი ხო არის მართლმსაჯულების პრინციპი და დაცვის მხარესაც ხო შეუძლია გამოითხოვოს ეს ვიდეო ჩანაწერი. მაგრამ ის ვიდეო ჩანაწერი რაც საინტერესო იყო იმას მოსპობდნენ, რაც გახარიასთვის სასარგებლო იქნებოდა იმას მოსპობდნენ, რაც პირიქით იქნებოდა იმას დატოვებდნენ. ან საერთოდ მოსპობდნენ და იტყოდნენ რომ არ მუშაობდა რა კამერები, არ უქნიათ ეგ გაუჭირდებათ თუ რა. და მანდ გამოჩნდა რა, ეხლა ეგეც ხო ისეთი სასტუმრო არ იყო რაღაცა 8 ნომრიანი კერძო სასტუმრო ხო არ იყო რა დაცვის სამსახურის უფროსმა გამოჩნდა რაც გააკეთა რა ეხლა ეგ როგორ შეიძლება რომ ეგ ეხლა სხვანაირად ყოფილიყო და თავისით მოსულოდა ეგ აზრად რა თქმა უნდა სუსტ კოორდინაციაში იყო ეხლა მოკლედ შემდეგ ამ კომპრომატების მოგროვების შემდეგ როგორ ახდენენ რეკრუტირებას მოდი ამაზე ვილაპარაკოთ ჯერ და მერე გადავიდეთ თავისიანებს როგორ უსმენენ და უფრო გაძლიერებულად უსმენენ თუ უფრო ნაკლებად უსმენენ ერთ სიტყვით ადრე იყო ხოლმე ეგეთი მიდგომა ადრე ქონდათ ესეთი მიდგომა რომ ანუ თუ ადამიანზე კომპრომატს მოიპოვებდნენ ეხლა წინა ხელისუფლებასაც არ უნდა დაუკარგოთ ეგ რომ არც ეგენი აკლებდნენ ამ კომპრომატების მხრივ და ეხლა რაც არ უნდა მალო ჭირი ხო იცი და იმას არ დამალავს მაინც თავს არ დამალავს და ყველაფერი იცის წინაზეც რაც ხდებოდა მით უმეტეს პოლიციის სისტემაშიც ყველა მიცის ეხლა და მე რო დავდგე და ეხლა ტყუილები ვილაპარაკო რომ მაშინ არ ხდებოდა და ეხლა ის არავინ მაგას სერიოზულად არ მიიღებს არ ვაპირებ ტყუილების ლაპარაკს ყველაფერი იცის მაშინაც ხდებოდა ის მაგრამ
ადრე იყო მიდგომა ესეთი, რომ აი კომპრომატი თუ არ გინდა რომ გამოგიქვეყნო, უნდა ჩვენთან ითანამშრომლო ერთი სიტყვით და თანამშრომლობდნენ კიდევაც. ამათმა შეცვალეს მიდგომა. ესენი ესეთი მიდგომით არ არიან. ანუ ესენი ეუნებიან რომ ჩვენ გვაქვს შენზე კომპრომატი, რა მნიშვნელობა აქვს ნაციონალების დროინდელი მოპოვებულია თუ ეხლა შექმნილი არის. ერთ სიტყვით გვაქვს შენზე კომპრომატი. მოდი ვითანამშრომლოთ, ამ კომპრომატს არ გამოგიქვეყნებ, პირიქით შენ მნიშვნელოვან პოზიციაზე თუ ჟურნალისტი ხარ, თუ რა ვიცი, თუ ექსპერტი ხარ, თუ ისა ხარ, მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოგცემთ, კაი ცხოვრება გექნება ერთი სიტყვით. და პირიქით ვითანამშრომლოთ ესე ბჭყალებში ჯიგრულად ყველანაირი აგრესიის გარეშე არაფერი დაძაბვა არ ჭირდება ვითანამშრომლოთ და პირიქით შენ იმის მაგივრად რომ შენ ცუდ მდგომარეობაში იყო და პირიქით ანუ შენი კომპრომატით რაღაცა და ცუდ მდგომარეობაში ჩავარდე მე პირიქით გთავაზობ შენ ბენეფიტებს და პირიქით გთავაზობ შენ ბონუსებს იმიტომაც არიან მე რომ აი ხლა რა ვიცი რა ჟურნალისტები, ექსპერტები, აი რა ვიცი სისტემის შიგნითაც ხო იციან ეხლა ყველას აი ზოგიერთი ექსპერტი არის ეხლა რომ ისეთი კომპრომატები არსებობს იმაზე ყველაფერი იცის რა, მაგრამ ხო ის არის თან ჩვენ არა ვართ ეხლა ის ხალხი რომ აი მე მაგალითად ყველას ძალიან რაც მეზიზღება ის აი პირად ინფორმაციაში ქექვარი და ყოველთვის მეზიზღებოდა ხოლმე მაგ საკითხზე ისა და ხო და თან აქეთან მხარეს ხო არავინ არაფერს არ იმასავშვებით რა არავინ არაფერს არ ლაპარაკობს არავიზე რა მით უმეტეს ჭორაობა მაგ საკითხზე ყველაზე უკანასკნელი საქმე არის რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს რა და ერთ სიტყვით აი ესე გააკეთეს და ესე არის მიბმული ესე თანამშრომლობენ სულ ყველა რა რომ იმის მაგივრად რომ შენ დაუძაბო და პირიქით და აი გამოგიქვეყნებ იმან არ გამომიქვეყნებ და რაღაცა და იმან შეიძლება ჭოჭმანი დაიწყოს შენ როცა სთავაზობ რომ პირიქით არ გამოგიქვეყნებ და პირიქით გთავაზობ მე შენ რომ მოდი შენ უბრალოდ ჩემთან ითანამშრომლე და ყველაფერი 10,000 ლარიანი ხელფასი იქნება 12,000 ლარიანი ხელფასი ხელშეუხებელი იქნება ეს იქნება და აი რატო უნდა უთხრას უარი აი მითხარით რა მიზეზი თუ აქვს ადამიანმა უარი გიორგი იყო შემთხვევები როცა ვინმეს უარი უთქავს ნაცისტი იყო შემთხვევები სხვათა შორის აი გამონაკლისი შემთხვევები იყო აი ეს იმის ღამის კლუბების თემა რო იყო და ღამის კლუბებზე ხო თეთრი ხმაურის მოძრაობა ხო გამოსვლები რო იყო კი ბატონო იქ იყო და იქიდან ყავდათ მიყვანილი ვიღაცები რომლებსაც რაღაცა კომპრომატები დაუდეს ისევ პირადი შინაარსის და ცდილობდნენ იმათ გადაპირებას და იმათმა ახალგაზრდა თაობა იყო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები იყვნენ ერთ-ერთი მე მგონი კლუბის მეპატრონი იყო თუ სწორად მახსოვს თუ მენეჯერი იყო და რომელსაც შესთავაზეს თანამშრომლობა და რო ანახეს ანუ რის გამოქვეყნებას უპირებდნენ ეს მოკვდა სიცილით და ამან უთხრა რომ სანამ მე თქვენ მაგას გამომიქვეყნებ თუ მე თვითონ შემილია ეს დავდო ინტერნეტშიო და აი იქ მუშაობენ სუში მუშაობენ აი დამინჯერით აი ეს მით უმეტეს შუარ გოლი ვინც არიან აი ძველი შევარნაძის კაკებიდან მოყოლებული გამოვლილი მე ეს ნაციონალების პერიოდი აი უძველესი ძველი საბჭოთა მეთოდებით მოაზროვნე 40+ ხალხი ხო და იმათვის ეს გამოდგა შოკი რომ ანუ ტიპი ეუნება რომ შენ კომპრომატი გონი ამის ეს ახალგაზრდა თაობას ანუ ვეღარ დაეწინნენ იმას რომ ის რაც იმათ გონიათ რომ კომპრომატი არის ახალგაზრდა თაობისთვის ეგ უკვე ნორმა გახდა და აღარ წვენიათ ანუ თვითონ შეუძლიათ ამ თემაზე ილაპარაკონ რა ხო და იყო კი ეგ და ეგ რაღაცა მაგიმაში კი ბატონო ცოტა მაგიმაში ანუ შოკი მიიღეს მაგით რომ ანუ ვიღაცების გადმობირება ვერ შეძლეს კი მაგრამ ესენი იყვნენ ახალგაზრდები და ეხლა ასაკიანი ხალხის კიდე ასაკიანი ხალხისთვის კიდე ისევ ჩნდება ეგ ძველი ტრადიცია რა ესე იგი მოდი ხა გადავიდეთ მომხრეებზე იმიტომ რომ შეიძლება იყოს განცდა რომ თუ მომხრე ვარ მე რატო მომისმენს ან რატო მithვალთვალებს აი როგორ ხდება მაგ მიმართულებით ესე იგი მოსმენები ანუ თავისიანები უფრო დიდი მეთვალყურეობის ქვეშ ყავთ თუ უფრო ნაკლები მეთვალყურეობის ქვეშ კი ბატონო ყველაზე მტკივნეულად აღიქვავენ როცა თავისიანი გადადის იქიდან მხარეს აი მაგალითად ავიღოთ ახლა პოლიტიკოსი თქვათ ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკოსი მაგალითად ავიღოთ ჯაფარა ისევ ჯაფარა ეყოლება ჩართული მაგალითად ჯაფარა ეყოლება თვითონ დაცვის თანამშრომელი ძღოლი
ალბათ ოჯახის წევრი მეუღლე და ალბათ პარტიიდან ვინც არის სიტყვაზე რა 5-6 ადამიანი ჯაფარას გარშემო. იმიტომ ჯაფარაზე იციან ყველაფერი. სად მიდის, სად მოდის. თვითონ ლაპარაკობს რეალურად ყველაფერს, ანუ არაფერს ჩუმად არ აკეთებს, თვითონ იმას აშობა, არაფერს არ მალავს. და იციან ის რისიც გამკეთებელიც არის უკვე წინასწარ იციან, თუ ბრიუსელში უნდა გაფრინდეს, იციან, რაზე მიფრინავს, თუ უკან უნდა ჩამოვიდეს, იციან, როდის უნდა ჩამოვიდეს და ასე შემდეგ. აი თავისიანებს, მაგალითად მოყვები ერთ ისტორიას ერთ-ერთი ოტოში რაღაცა, ანუ ნომერს როცა უსმენ, როცა ჩართავ ნომერს და ზარი არ შემოგდის, ანუ ეს ითვლება რომ ესე იგი ვიღაცას ეს ნომერი ვიღაცას აყავს ჩართული. ანუ შენ ვიღაცასთან გადაიკვეთე, რომელიღაცა სამსახურს აყავს ჩართული რა. და მქონდა ესე შემთხვევა ერთ სიტყვით რომ რომელიღაცა ნომერი ჩავთე, არ აქვს მნიშვნელობა ვისი იყო, გადავეკვეთე სხვა სამსახურს და როცა მივედი სამორიგეოში, სადაც უნდა გაარკვიო რომ ანუ რატო არ შემომდის ზარი. სამორიგეო მეუბნება რომ ეგო სულს აყავსო ჩართულიო რა და მეთქი მეც მჭირდება რომ ჩავთო და ეხლა რომ ვისთან გავარკვიო მეთქი რომ ან იმათგან ნებართვა უნდა აიღო და უნდა დაგიპარალელონ რომ შენც მოусმინო და იმათმაც მოусმინონ ან კიდე უნდა დაუტოვო იმათ ვინც პირველი ინიციატორი ვინც არის შენ გამოდიხარ უკვე მეორე ინიციატორი ერთი სიტყვით და რო ჩაიხედა მორიგე მეუბნება რომ არავ ბიჭო ვის რა უნდა თქო ესო მითხრა კიდევაც ვინ იყო ჟურნალისტი არისო იმედისო და 30 ნომრით აყავთ ჩართულიო და ეხლა ამასო ვინ გაგიხსნისო შენო და ვინ დაგიპარალელებსო. ანუ 30 ნომრით 30 ადამიანი გარშემო ყავდათ ერთი ჟურნალისტი ჩართული. აი ეხლა რა უნდა გააკეთოს იმან, აი წარმოვიდგინეთ, იმ ჟურნალისტის იციან დილას რო დგება, აი ყავას რანაირ ჭიქაში სვავს, როგორ ყავას სვავს, რას იცვავს. აი ყველაფერი იციან იმის გარშემო რა. და საქმე იმაში არის მე რომ იმ ჟურნალისტთან მე იმ ჟურნალისტ ვინც უსმენდა ერთი სიტყვით რა იმისგან ვიცი მე ეგ ამბავი მე იმას ხო ველაპარაკე ვისაც ყავდა იქ ჩართული და ასე შემდეგ რა და რომ მითხრა რომ ანუ მეთქი უფროსებით გავარკვიოთ რომ შენ შეგიძლია რომ გამიხსნე ეს ნომერი და დამიპარალელო და რომ დაველაპარაკეთ რომ ანუ ერთმანეთში რა მე ამ ჟურნალისტმა სახში რაც ილაპარაკა ზუსტად იციან რომ ერთი სიტყვით ამ ჟურნალისტმა ზუსტად იცის რომ უსმენენ სახში ნალაპარაკები თავისმა უფროსმა უთხრა სამსახურში ის რაც ამან სახში ილაპარაკა აი ზუსტად იცის რომ სახში ნალაპარაკები უფროს არ უნდა ცოდნოდა მაგრამ ოტომ უთხრა თავის უფროს ამ უფროსიდან გავიდა ინფორმაცია სადღაც ზევით იმ ზევით ვიღაცამ დაურეკა ამ იმედის ალბათ დირექტორს ან ვიღაცას და ეს ინფორმაცია დატრიალდა და მივიდა ამ ჟურნალისტამდე და ანუ ამან ზუსტად იცის რომ უსმენენ მაგრამ ნუ ხელფასები იმხელა აქვთ რომ უღირთ რა ერთ სიტყვით რა ყველა ყავთ ეგრე რა ძალიან მტკივნეულად აღიქვავენ ამ თავიანთების პოზიციის შეცვლას და მე იმას და ანუ იგივე ეხება აი თვითონ მართველი პარტიის ყველა წევრს, განსაკუთრებით ლიდერებს და პირდაპირ ივანიშვილთან მიდის მათი ინფორმაცია, მათ შესახებ ინფორმაცია. კი ბატონო, ეს კრებსების, ანუ საბოლოო რაც ხდება მე, საბოლოოდ ანუ ეს ოტოჩნიკი რაც ადის კომპიუტერში და რასაც ბეჭრავს და აქ უნდა აღნიშნო რომ აუცილებლად არსებობს აღსანიშნავი არის ეგეც აი სუსის კრებსებსაც ეხება რა ეგ რა იმ სუსის კრებსებსაც ადევს სხვათა შორის რაღაც რეზოლუციები რომ ანუ რა გაატარეთ ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები და ასე შემდეგ რო აწერია იქ ეგ მაგას ნიშნავს ის ოპერატიული სამძებრო ღონისძიება წერია რომ ანუ თუ ვიღაცასთან აქვს რაღაცა ინტიმური კავშირი ან რაღაცა ოპერატიული სამძებრო ანუ გადაიღეთ ის რეზოლუცია მაგას ნიშნავს რომ ანუ ეხლა გადით ოპერები გარეთ დაიწყეთ ამათი თვალთვალი და რამენაირად დაუმონტაჟეთ კამერა და გადაიღეთ მაგას ნიშნავს რა ხო და ეს რაღაცა ნაწილი ანუ მნიშვნელოვანი ინფორმაციები რაც იყო რა ამ კრებსებს ედო რეზოლუცია ჩუბინიძის ანუ გადაიგზავნოს SDS-ში თუ გადაიგზავნოს ანზორ ჩუბინიძესთან ერთ სიტყვით უნდა მოხვედრილი იყო ესენი ჩუბინიძესთან რა იყო რაღაცა კატეგორია კრებსების რომელიც უნდა მოხვედრილი იყო ჩუბინიძესთან
ანუ ივანიშვილთან. ხო და ჩუბინიძესთან ხო რა თქმა უნდა ივანიშვილთან რა. აინტერესებს იმ კაცს რა, ვინ რითი ცხოვრობს, ვინ რითი იმას აშუქება. ეხლა ეგ ხო არც ეგ ხო საიდუმლო არ არის, ვისაც ქონია მაგასთან კავშირი, ეხლა მაგას პირველი მე ხო არ ვიძახე რა, ვისაც ახლო კავშირი ქონია, ხო ყველა მიცის რომ მაგრათ აინტერესებს ეგ ინფორმაციები, ეგ აი რა ვიცი რა, ეგ არის ყველაზე ისა, რასაც კითხულობს დიდი ინტერესით რა, აინტერესებს. ხო და აუცილებლად უნდა ვახსენო მეთქი ხე იმ სუსის კრებსებშიც მან ყველაზე პრობლემატური რაც არის და ყველაზე ის რაც არის, აი მან არის არეული მტყუან მართალი. იმიტომ რომ არსებობს ადამიანური ფაქტორი რა, აღსანიშნავი არის, იმიტომ რომ აი მაგ სუსის კრებსებსაც ხალხი რო შეხედავს, ხო მე მანდაც შეიძლება მიიღონ რომ ეს არის ყველა 1000%-იანი სიმართლე და მანდ არაფერი ტყუილი არ შეიძლება რომ იყოს. რა თქმა უნდა ეს კრებსები ნამდვილი არის, მაგრამ არსებობს გასათვალისწინებელი არის ადამიანური ფაქტორი, ანუ ოტოშნიკის ფაქტორი რა. ეს ოტოშნიკი რომ მოусმენს, ეს ინფორმაცია სანამ აიტანს, გადამოწმებელი მაგის არავინ არ არსებობს. ანუ მე რო ოტოშნიკი ვარ, მე მოусმინე რაღაცა უბარს, ხო, ავდივარ და ბეჭდავ და ეს ცნობას ვაძლევ უფროს. ის უფროსი არ ჩამოვა დაბლა. სხვა ფორმით უფროს და ზევით არავის არ შეუძლია რომ გადამიმოწმოს. ის საუბარი მართლა შედგა თუ არ შედგა. და ის უფროსი ხო თავისი კომფორტული კაბინეტიდან და კომფორტული სავარძლიდან არ ჩავა ეხლა -1 სართულზე დაბლა და არ ჩაი იმას მიკროფონს არ გაიკეთებს და არ დაიწყებს ამ 20 წუთიანი საუბრის მოსმენას რა. არავინ მაგას არ აკეთებს, არავინ მაგას არ ამოწმებს. ანუ ოტოშნიკს შეუძლია ინდივიდუალურად რაღაცა შეცვალოს, რაღაცა დაამატოს, რაღაცა მოაკლოს, პირადი რავი ვისთვის რა განწყობა აქვს, ვიზე რა აქვს, ანუ პირადი განწყობა როგორ აქვს და რაღაცა შეუძლია ელემენტარულად აი ნაბახუსები მოვიდა რა, რაც მაგათში ძალიან ხშირი შემთხვევა არის რა, ეხლა ოტოშნიკებს რო მერე და საღამოს დალევა უყვართ და რაღაცა არც ეგ არ არის დიდი ისა რა, საიდუმლო ხო და თქვათ მოვიდა და არ უნდა რა ეზარება ეხლა დაიღალა ამდენი რაღაცების მოსმენი და მოკლედ დაწერა რაღაცა საერთოდ ვაფშე ტყუილი მოიგონა. ანუ ვიღაცას ოტოშნიკს ეუნებიან რომ ხშირად იციან ხოლმე რომ ეგეთი რაღაცა, აი ჩართული აქვს ვიღაცის ნომერი. ვიღაცის და უნდათ რომ იქ რაღაცა გავიდეს, უფროს უნდა რომ იქ რაღაცა გავიდეს და ყოველ დღე ეუნება, ბიჭო, არაფერი არ გადის, არაფერი არ გადის, დავიჯერო არაფერი არ ილაპარაკა, ხო და ამას რო ეუნება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 9ჯერ, ხო? ეს ოტოშნიკიც ის ეუნება რომ როგორ თუ არაფერი არ გადის, ვარიანტი არ არის, უნდა გადიოდეს რაღაცა და ესე დაიღალა ადგა და დაწეს რაღაცას რომ აი ეს გავიდა რა. ამან უთხრა ეს რაღაცა და აიტანს იმას და იმას მე რეალურად არავინ არ გადაამოწმებს. ეს საუბრები ინახება, არსებობს ესეთი რაღაცა, მოკრებსვას ეძახიან. ამ საუბრის შენახვა შეიძლება, კი, შეინახავ ამ საუბარს, მაგრამ მე ამ საუბარს არავინ არ ამოწმებს. ეს ოტოშნიკს ედობიან ამას სიტყვაზე, ავიდა, დაბეჭდა და რაღაცა. თუ ძალიან რაღაცა მნიშვნელოვანი საუბარია მართლა, თუ რაღაცა ძალიან უმნიშვნელოვანი რაღაცა არის, მაგ შემთხვევაში კი, ეხლა თუ მე მინისტრი დაურეკავს და ეტყვის რომ ჩადი და შენ თვითონ გაიარე ეს საუბარი, ხო? მაშინ აწევს ის უფროსი, ჩავა იქ იმ ერთ ადგილს აწევს, ჩავა და თვითონ მოусვეს. მაგრამ ეს ხდება ძალიან იშვიათ შემთხვევებში რა, ძირითადად ხდება ეგრე. და ამიტომ მაგ მტყუან მართალი არის აზელილი, ხო და მაგას ვერ გაიგებ რა. ანუ მით უმეტეს სუსის ტაქტიკა რა არის, აი სუ მახსენდება ხოლმე ეგეთი ის იყო რა 2003 წელს ვარდების რევოლუციის წინა პერიოდი იყო რა და მაშინ ახალი მისული ვიყავი სისტემაში და ანუ კმარას ღამე რჩებოდა ხოლმე ახლა ვიც მაგ მოვლენების მომსწრე იყო ყველა მიცის ეგ რა ღამე რჩებოდა ხოლმე რა ხალხიც რჩებოდა იქ ძირთადად კმარას მე კმარას ხალხი აქტიურობდა ხოლმე შეშამი ჰქონდათ რაღაცები იქ რაღაცა ცოტა სასმელიც იყო ისიც იყო ესიც იყო ერთ სიტყვით და ჩვენ გვევალებოდა რომ ამ კმარას ხალხისთვის უნდა გვეყურა რა ნომრებით მოქონდათ ანუ მანქანები რომ მოდიოდა ნომრები უნდა მოგვეწერა ვის მოქონა შეშა და საჭმელი და ასე შემდეგ რა ვითომ ეს გვევალებოდა მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებდა რეალურად და ერთად მე მაშინ ახალი ვიყავი და პუშკინის სკვერში ვიჯექით უშიშროების ესე ვთქვათ ჭალებში კიტები იყვნენ აი ეს მასტადონტები რა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ძველები იყვნენ ერთმანეთში რა და მიდიოდა საუბარი ხა რაზე ისაუბრებდნენ რომ აი მიშა უნდა ესენი მოდიან მთავრობაში ესენი რაც გააკეთებენ რა თქმა უნდა და მიდიოდა მაშინაც პროპაგანდა რაც შეეძლო ეხლა შევარნაძის რეჟიმს მიდიოდა ამათი გაშავება რა ხო
ხო და მაშინ ერთ-ერთმა იქაურმა აი უშიშროების თანამდებობის პირი იყო იმან თქვა ერთი საინტერესო რაღაცა რა რომ ხო იცით ყველაზე აპრობირებული რაც არისო ძველი კაკები და მოყოლებულიო რითიც მუშაობთო ხო იციო ჩვენიო ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო უშიშროების ელაპარაკებიან ერთმანეთს რა თანამდებობის პირები ხო და ხო იცითო ჩვენი ძველი რაც არისო და ამან რა არისო რა ანუ რას გულისხმობო რა ხო და დააბრალე ადამიანს ისტორია ცხენზე რა ეგრე იმასაკნა რა ეგრე მოყვა და დააბრალე ადამიანს ნოლიდან რომ არის ცხენი როგორც კი ის ადამიანი დაიწყებს თავის მართლებას რომ მე ცხენი არა ვარ ადამიანები ანუ გარშემომყოფები იფიქრებენ რომ რატო იმართლებს თავს რომ ცხენი არ არის შეიძლება ცხენი არ არის მაგრამ ოდესღაც კვიცი მაინც იქნებოდა გამორიცხული არის ხო და აი ისე თან ესე სასაცილოდ მოყვა მაგრამ ისტორია ცხენზე ესე დაარქვა რა თვითონ რა ხო და ეგ არის პროპაგანდის ყველაზე აპრობირებული ძველი კაკების მეთოდი არის ეს და ყველაზე მაგრად ეს მუშაობსო რა ხო და აი ესე მუშაობენ ეს მოდის დღემდე რა ერთი სიტყვით გიორგი ერთი რამე მინდა გკითხო ახლა ჩვენ ძალიან ბევრი დეტალი გვაქვს გასავლელი, მაგრამ ამიტომაც შევქმენით ეს პოდკასტების სერია, რომელიც ცოტა ხანში გაეშვება, ყველაფერს ვერ შევეხებით, მაგრამ აი 2016 წლის ამბავს მაინც მინდა რომ შევეხოთ აქ, როცა გამოყარეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, ეს მართლა მორალური ტერორისტული აქტი იყო, საშინელი იყო მუქარა რომ თქვენზეც გამოვაგდებთ ამ ვიდეო ჩანაწერებს მუქარი სამიზნეები იყვნენ პოლიტიკოსი ქალები და ჟურნალისტი ქალები. მაშინ აი ვინქნა ეს და რა მიზანს ისახავდა? ამას რო ეხლა პოლიტიკური საფუძველი ქონდა, რა ვიცი, ალბათ ეგეც საკამათო არ არის და მაშინაც ყველაფერს მიხვდა ეხლა როგორც მოხდა რომ რომელიღაცა იქ უკრაინული საიტიდან ატვირთული და ეხლა ვის ქონდა სხვა ინტერესი ხო ელემენტარულად ეხლა ვისაწყობდა რომ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ფიგურა იყო მის გარშემო პარტია ვისი მოშორებაც უნდათ ვიზეც ილაპარაკა რომ სადღაც საზღვარგარეთ რაღაცა და იქ პირადი ცხოვრების შესახებ ხო ალასანიაზე და ვიდეოებიც გავრცელდა პარიზის სასტუმროში და მისი პარტიის მისამართით იყო ეს დისკრედიტაციის კამპანია რა და მე კი ნახეთ ეხლა ბოლო შედეგი რაც მოყვა რა რამოდენიმე კაცი გამოდგა ალასანიას პარტიიდან ვინც ეხლა ნორმალურ პოზიციაზე დადგა და უმეტესობა აგერ ისევ ამ ხელისუფლების სამსახურში არიან ხო მაგა რაც გააკეთეს მაგა შედეგი ქონდა რა ერთი სიტყვით რა ერთს გამოუგდეს ორს გამოუგდეს და ის დანარჩენები მიხვდნენ და თავისით გადალაგდნენ და აგერ დღეს თანამდებობებზე არიან და იქ არიან ეხლა როგორ გინდა თქვა რომ შედეგი არ მოყვა მაგას ხო მოყვა შედეგი ფაქტია. გიორგი, ხო, მაგრამ რაღაცა აი ამ ალასანიას პარტიის მიმართ ანგარიშწორება იყო განსაკუთრებით სასტიკი, იმიტომ რომ პრინციპში ასეთი კამპანია, არავის სასტიკი კამპანია, არავის წინ არც ერთი პარტიის წინააღმდეგ არ ყოფილა. და გარდა ამისა, თვითონ ივანიშვილმა იჭორავა პრესკონფერენციაზე ალასანიას შესახებ, რომ აგე პარიზში წავიდა. შემდეგ კადრებიც გავრცელდა ამ პარიზის სასტუმროში, როგორ შედის ალასანია, აღარ დავაკონკრეტებ დანარჩენ დეტალებს. და აი აქ როგორ ხდა, ანუ რატო იყო მაინდა-მაინც ამ პარტიის მიმართ ასეთი სასტიკი ანგარიშწორება და როგორ ხდება გადაღება სხვაგან, მაგალითად სხვა ევროპის ქალაქებში ან სხვა ნებისმიერ სხვა უცხო ქვეყანაში. ხო, ნუ ისევ იმას რო დაუბრუნდეთ რა, რომ რა თქმა უნდა, ხა მაგის ინტერესი ქონდა და მაგამდე ხო გავცელდა ის საუბარი, სადაც აი ცნობილი ფრაზას იძახის მე რა ვქნა მეო. ხო და რა თქმა უნდა, ხა მაგის გარშემო უსმედნენ და ხა ალასანია რომ რაღაცებით უკმაყოფილო იყო თავიდანვე ის იმ ჩანაწერშიც ხო ისმის რა, რომ ანუ ეთყობა თავიდანვე არ ქონდათ მაინდა-მაინც თბილი დამოკიდებულება ერთმანეთთან რა. ხო და ეს ეხლა კიდე ერთი საკითხია რომ ყველა ეს ხალხი რა თქმა უნდა თავიდანვე 2012-ში მოვიდნენ თუ არა რა თქმა უნდა სულ ყველა ყავდათ კონტროლზე რა თქმა უნდა რესპუბლიკელები იქნებოდნენ ეს ალასანია იქნებოდა ის იქნებოდა რა თქმა უნდა ეხლა ისინი ყველა კონტროლზე ყავდათ რომ ვინმე სადმე პოზიცია არ შეეცვალა და რა თქმა უნდა ყველა საკონტროლებდა მაგრამ აკონტროლებდა სუსი
ხო და საზღვარგარეთ ყავთ თავიანთი წარმომადგენლები. ეხლა მე დაამატე შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშეები კიდე ეს მე ცოტა მოგვიანებით დაამატეს ყველგან. მაგრამ ისედაც ყავთ იქ მეორე მესამე რიგის ჩინოვნიკები საელჩოებში, რომელებიც არიან მაგით დაკავებული. თუ არა და სპეციალურად გააგზავნიან აქედან და გააყოლებენ რა ნებისმიერი ოპოზიციონერი ვინ ჩადის ბრიუსელში, სტრასბურგში იქ შეხვედრებს რომ მორჩება მე საღამოს რას აკეთებს აინტერესებთ რა ეგ რა და ეხლა აი ბევრი მაშინ უსმინე ეგეთი პერსონაჟი არსებობს შალვა ლომიძე საგარეო დაზვერვის უფროსი იყო და გამოდის ხომ და იფტყე რაღაცებს და ძალიან პროფესორობს ხომ ეხლა ვითომ თავის თვითონ რო უფროსი იყო ეხლა ვითომ არ იცის ეხლა აი ამ სიმართლეს აი როგორ არ უნდა თქვა უბრალოდ ვითომ ეხლა არ იცის თვითონ რო საგარეო დაზვერვის უფროსი იყო რომ თვითონ არ იცის ეხლა როგორ დაძლებდნენ ოპოზიციონერებს სტრასბურგში, ბრიუსელში და ასე შემდეგ რა. მით უმეტეს მაგისი ხალხი, აი მაგისი თანამშრომლები ზუსტად. რეალურად ხო ყველა მიცის რომ ეგრე არის, ეხლა საიდან ალასანიას ვინ გადაუღებდა იქ და მილიონი კადრი არსებობს კიდე ეგეთი რა ვიცი, გიდა ჯაფარასი და გინა ლენენა ხოშტარიასი და გინა ვისიც ჩადიან და იმას აშვებენ. რა თქმა უნდა ეს კოორდინაციაში ხდება საგარეო დაზვერვასთან. ჩვენი საგარეო დაზვერვა და სუსი არიან საელჩოებთან საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციაში. რა თქმა უნდა ეს სამი უწყება ერთმანეთთან კოორდინაციაში არიან და საზღვარგარეთად ჩვეულებრივად ახერხებენ. მაქსიმალურად რასაც ახერხებენ, აი ამას გადაღებას შეხვედრებს იმებს მაქსიმალურად თუ რამეს იმას იზავენ და ეხლა კომპრომატს შექმნიან საზღვარგარეთ, რატომაც არა დიდი სიამოვნებით. ანუ ოფიციალური შეხვედრების შემდეგ მერე თვალყურს ადევნებენ სად მიდიან როგორ ერთობიან იქნებ რამეს გამოკრან ხელი რაღაცა კომპრომატს კი ბატონო ესეა მოკლედ ეხლა მე ვიცი რასაც ელოდებიან რა კითხვასაც ელოდებიან რომელი აპლიკაციები არის მინება ვერ ისმინება უბრალოდ ხო ეხლა გადავიდეთ WhatsApp-ი სიგნალი ხო აი როგორ ხდება ხო გადავიდეთ ეხლა მაგსაკითხზე დაკავშირებით მოსმენები იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი გადავიდა აპლიკაციის ხმარებაზე ხო და შეიძლება იყოს კითხვა რომ აღას უსმენს ანუ როგორ უსმენენ ხო გადავიდეთ მაგსაკითხზე ეხლა ერთ სიტყვით პირდაპირზე აპლიკაციების გარეშე პირდაპირი დანარეკი და პირდაპირი SMS-ები რა თქმა უნდა ეს ყველა ისმინება ყველა SMS-ი იკითხება და მარტო მოსმენა და წაკითხვა არ არის ანუ შენი ადგილმდებარეობა სად გადაადგილდები თქვათ მაღაზიაში შეხვიდე რაღაცა იყიდე მოგივიდა საქართველოს ბანკის მესიჯი ანტივისის მესიჯი რომ 2.40 ჩამოგეჭრა სიტყვაზე ანგარიში და რაღაცა იქ ოტოშრიფთან უკვე ფიქსირდება შენ სადახა რომელ მაღაზიაში ხარ სულ არაფერი არ გილაპარაკო არავისთან და არ დარიგო ხო უკვე იმან იცის რომ შენ აქ ხარ ტერიტორიულად ამ მაღაზიაში შეხვედი და აქ რაღაცა შეიძინე სიტყვაზე მე ვთქვათ რომელიღაცა სარეკლამო მესიჯი სადღაცას შენ მიდიხარ ვთქვათ ტრასაზე ხარ სადღაცას რეგიონში მიდიხარ არავისთან არ ლაპარაკობ შემოგდის სარეკლამო მესიჯი ოტოშნიკი უკვე ხედავს რომ შენ სადღაც მცხეთას გაცელილი ხარ და სადღაცას მიდიხარ იქითკენ ანუ ეს მარტო მოსმენაზე არ არის აკონტროლებენ სად მე ვთქვათ შენ ერთი ოპოზიციონერი თქვათ განწყობილი ვიღაცა და მეორე ოპოზიციონერი განწყობილი ერთ ანძაზე ჯდები თქვათ ერთად ახარ ტერიტორიულად ანუ რას ნიშნავს რომ ესე იგი ეს სულ არ ილაპარაკოთ ერთმანეთთან ანუ თქვენ შეხვდით ერთმანეთს ერთ ანძაზე ანუ ყველა სატელეფონო კავშირი არის ანძების მეშვეობით ყველა ანძას აქვს თავისი სახელი თავისი დასახელება რა და ეხლა ოტოშნიკებმა ამ თვეების და წლების განმავლობაში უკვე ზეპირად იციან ეს ანძები ანუ ანძა რომელიღაცას ანძა სიტყვაზე სახელი რო აქვს ეს ანძა ხო იციან რომ ეს არის თქვათ სამედიცინო ინსტიტუტი თქვათ არის რომელიღაცა თქვათ არის ქავთარაძე ლეჭკომბინატი მაგალითად ან ასე შემდეგ იმ ანძაზე როცა მოგროვდება 2-3 ტელეფონი თქვათ ოპოზიციონერის ესე იგი ამათ შეხვედრა აქვს რაღაცა სამივე ერთად არიან ანუ ეს პირდაპირ რაც შეეხება და რაც შეეხება იმას ტელეფონების ანუ აპლიკაციების გარეშე კონტროლს ხო და აპლიკაციებს რაც შეეხება ახლა WhatsApp-ი იქნება სიგნალი იქნება თუ ის იქნება ხო კი სიგნალი უფრო მეტად დაცული არის მაგრამ საქმე იმაშია რომ შენი გაჯეტი უნდა ჩაუვარდეს ანუ ოტოს თანამშრომელს იქნება ეს iPad-ი იქნება ტელეფონი იქნება თუ რაც იქნება თუ ლეპტოპი იქნება თუ რაც იქნება ანუ ფიზიკურად უნდა ჩაუვარდეს ხელში
ანუ ხშირად აკეთებენ ხოლმე ეგრე, მაგალითად ვიღაცა გადის აეროპორტში, სადღაცას მიფრინავს. მესაზღვრე ეუბნება რომ მოდი შენი ბაგაჟი დამიტოვე აქ, ისა ცოტა ხანი უნდა დავტოვოთ, ან რაღაცა ის არის, ამ ბაგაჟს შენ ტელეფონსაც დაატოვებინებენ, ან iPad-ს დაატოვებინებენ, იმას გაიყვანენ სადღაცას, როგორც კი ის თვალყურს მოაშორებს, გვერდზე უდგას, თუ უნდათ რა, ან დაპლიუსებას ეძახიან მაგას ერთი სიტყვით. თუ უნდათ ამ ტელეფონის ან iPad-ის დაპლიუსება, ის როგორც ყურადღებას მოაშორებს და იმას ცოტა გვერდზე გაიყვანენ, ეს iPad-ი ხო აქ ჩება, აქვე არის უკვე წინასწარ გამზადებული, იციან რომ ეს მიფრინავს, წინასწარ გამზადებული თანამშრომელი იქ ელოდება, 2 წუთი ჭირდება რომ ეს iPad-ი დააპლიუსოს, ერთი სიტყვით დაავირუსოს, რომელსაც მე პარალელურ რეჟიმში უყურებს. შენ რეკავ, Google-აw, YouTube-ს უყურებ თუ რას აკეთებ თუ მესიჯს წერ აპლიკაციაში ვიღაცას. იმით, ანუ ამ ტელეფონს, შენი ტელეფონში რაც ხდება, პარალელურად ესენი უყურებენ ყველაფერს რა. ან რომელიღაცა უწყებაში დაგიბარებენ, სიტყვაზე გეტყვიან, რომ აი იქ შესვლა არ შეიძლება ტელეფონი და მოდი აქ შკაფში იმაში უჯრაში დატოვე, ან იმ სპეციალურ კარადაში დატოვე. შენ ახვალ სადღაცას იქვე გამზადებული არის, გააღებენ იმ კარადას 2 წუთი უნდა დაგივირუსებენ, ისევ დაგიტოვებენ იმ კარადაში, შენ გამოდიხარ კარადიდან იღებ შენ ტელეფონს და ეს უკვე დაპლიუსებული არის. ერთ სიტყვით ყურადღების ცენტრიდან არ უნდა მოშორდეს ტელეფონი და ხელში არ უნდა ჩაუვარდეს რა. ეს არის ახლა ერთი მეთოდი. არის კიდე კატასტროფა. ხო, არის კიდე მეთოდი, რომელსაც რაც აღსანიშნავი არის კიდე. ფულს არ ზოგავენ ფულს მაგ ვირუსულ პროგრამებში. აი ყველანაირი გამოცდილება აქვს. ეხლა არა ის არ არის კიდე საიდუმლოს არაფერს არ ვიტყვი. ყველაფერი იცის ბელორუსის კაკებესთან როგორ გააფორმეს ხელშეკრულება და აი ბელორუსში ვიზიტები იყო კიდე ეს ცალკე თემა არის რა. აი გაუთავებელი ვიზიტები, მიდი მოდი წლების განმავლობაში ამ ბელარუსიაში ყველა დეპარტამენტი ცალ-ცალკე. და ეს ბელარუსის კაკებე და რუსეთის კაკებე ყველანაირი გამოცდილება აქვს ერთი სიტყვით იქიდან აღებული რა. ყველა ამ ვირუსულ პროგრამაში არ ზოგავენ ფულს. იყენებენ პეგასუსსაც. ვისაც გონია რომ პეგასუსი ძვირია და ესენი ფულს არ გადაიხდიან, ძალიან ღრმად ცდებიან. პეგასუსის ვირუსი, ეხლა ვინც არ იცის რა არის, აი იციან IT სპეციალისტებმა, რა არის ეგ ვირუსი. ანუ უძვირესი ღირს საათი ამის, ანუ შენ ტელეფონს ისე ავირუსებენ და ისე აკონტროლებენ შენ ტელეფონს, რომ შენ საერთოდ ვერაფერს ვერ იგებ. არც ლინკის გამოგზავნა და გახსნა უნდა, არაფერი არ უნდა. ერთი სიტყვით დისტანციურად აკონტროლებენ. ეს არის ებრაული კომპანიის მიერ წარმოებული, ანუ ოფიციალური ის არის ეს პეგასუსი, რომელიც ისრაელის მთავრობასთან თანამშრომლობენ, მაგრამ ეს პეგასუსის ყიდვა შეუძლია მარტო სახელმწიფოს. ანუ კერძო პირზე არ იყიდება ეს ვირუსი, არ შეიძლება. თუ შენი სახელმწიფოს ინტერესი გაქვს, რომ რაღაცა ტერორისტული მიზნებისთვის, რაღაცა სერიოზული მიზნებისთვის სახელმწიფო უნდა იყოს ერთი სიტყვით თავდებში, შენ რო ამას ყიდულობ, ესე კერძო პირი ვერ ჩახვალ, რომ მე სიტყვაზე კოკაკოლის დირექტორი ვარ და პეგასუსი მომყიდეთ, არ მოკიდია. შენ სახელმწიფოს წარმომადგენელი უნდა იყო, უნდა ჩახვიდე და ელაპარაკო და იქიდან ჩამოდის სპეციალური ტიპი. და ამ პეგასუსს ეს ჩვენი IT-შნიკი დამოუკიდებლად ვერ იმას იზავს. იმას კაცი უნდა ჩამოყვეს, რომელიც აუხსნის ეს როგორ არის და როგორ მოქმედებს. ერთ სიტყვით უძვირესი არის. აი $100,000 ადის ერთი დღე და ასე შემდეგ, ერთი საათი რომ ვიღაცას მოусვინონ ტელეფონი უკონტროლო რა. ფასები სხვადასხვა იყო ხოლმე, მაგრამ ძალიან ძვირია ერთი სიტყვით რა. ხო და არ ზოგავენ მაგას. შეხედეთ როგორი იზრდება მაგათი ბიუჯეტი, აი სუსის ბიუჯეტი წლიდან წლამდე რამ ხელაზე იზრდება რა. ეს რაც ბიუჯეტით იზრდება და ეხლა რასაც მე ბიზნესებს ახდევინებენ კიდე ცალკე და სხვა ფორმით ყიდულობენ ამ ყველაფერს, ის კიდე ცალკე არის რა, მაგრამ თვითონ ბიუჯეტსაც შეხედეთ რა. არაფერში მაგაში ფულს არ ზოგავენ. ეხლა პეგასუსით ყველას არ მოусმენენ და შეიძლება მაგდენი არ დახარჯონ, მაგრამ მნიშვნელოვან საკვანძო ფიგურებს ხო მაგასაც იმას იზავენ რა, მაგასაც არც მაგაში ერთი სიტყვით არ დაზოგავენ თანხებს. იმიტომ რომ ეს რევოლუციის და რაღაცა ეს გადატრიალების შიში ხო მუდმივად აქვთ რა და გიორგი, ანუ უკვე თვეებია მე და შენ კონტაქტობთ და
ბევრი რამე მომისმენია შენგან და ახალი არაფერი არ არის ახლა მე რასაც ვისმენ, მაგრამ რაღაცა დეტალები კიდე დაამატე და მართლა შოკში ვარ და წარმომიდგენია ახლა ჩვენი მაყურებელი რამდენად შოკირებული იქნება ამ გადაცემის შემდეგ. და ახლა იცი რა, ახლა ზუსტად ფიქრობდი ამ ნიკო კვარაცხელიაზე. ანუ ყველას უსმენენ, ყველაფერს აკონტროლებენ, უთვალთვალებენ. ანუ შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამათ არ იცოდნენ. როცა კრიმინალებთან გვაქვს საქმე და კრიმინალები და მოყვები ახლა შენ როგორ ყავდათ იდენტიფიცირებულები, მათ შორის თვითონ უშუალოდ მკვლელობის შემსრულებლები და დამკვეთები ძმები კაკულიები. რომ აი ესე უსმენენ ყველას და ეს დაგეგმილი მკვლელობა, რომელიც იგეგმებოდა, ხო? თავისი იარაღის ყიდვით, ჩასაფრებით და ასე შემდეგ, ეს როგორ ვერ აღკვეთეს ან არ აღკვეთეს. აქაც ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამიჩნდა უკვე ახლა. რომ ეს არ იყო არ თუ ვერ. მოდი დავიწყოთ. აი მოყევი, მოდი დავიწყოთ ახლა აი ამ მკვლელობაზე ლაპარაკი. რომელსაც შეეწირა ეს უკარგესი ნათელი ბიჭი, უდანაშაულო ბიჭი და რომლის მკვლელობა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეხლა რაც მოვისმინე, იყო შესაძლებელი რომ აღეკვეთათ. ეხლა მე უკვე ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. მოდი დავიწყოთ მაშინ ეგ ისტორია ერთ სიტყვით 2000 მე როცა ვაკეში ადრეც მუშაობდი, მაგრამ როცა უკვე მოადგილე დაბრუნდი, ეს იყო ამათი მოსვლის პირველი პერიოდია რა, ეს 2013 წელი არის. როცა ეს ამნისტია გამოცხადდა, ეს ხალხი გამოვიდა და იყო, აი რა ვიცი, ვაკელები დამეთანხმებიან, კვირაში ერთი დაჭრა რო არ ყოფილიყო და სროლა, თან ეხლა ვაკეში ხო დანაც ძირითადად უფრო არ ხმარობენ და კვირაში ერთი დაჭრა რო არ ყოფილიყო, ისე კვირა არ გავიდოდა რა. აი რა ვიხე, ისეთ ფაქტებს ყვები, რაც ყველა მიცის და მართლა ეგრე იყო რა და ამ კაკულიების შესახებ არაფერი არ ვიცოდით ერთი სიტყვით, ვიცოდით ვინც იყვნენ დაახლოებით, ვინ აქტიურობდნენ და ვინები იყვნენ ამ იმაში შემჩნეულები, როგორც წესი ესე არის ხომ რომ დაჭრილიც და დამჭრელიც არავინ არ თანამშრომლობს პოლიციასთან, დაჭრილთან რომ მიდიხარ და რომ ევნევი რომ ვინ გესროლა, იცის რა თქმა უნდა ვინ ესროლა, მაგრამ ყველას აქ ერთ და იგივე თემა, ყველას რომ უცხო კაცი მოვიდა, მთხოვა სიგარეტი, მე უთხარი რომ სიგარეტი არა მაქვს, როგორ არა გაქვს სიგარეტი, შენი დედა შემაგინა, მე აქედან ის ამოიღო მესროლა. აი ერთ და იგივე ტექსტი აქვს უყველას. ხო და ერთ სიტყვით ეს დაჭრები რომ მიდიოდა, უცბად ერთ-ერთი დაჭრას რო გავყევით, აღმოვაჩინეთ მივედით აი ამ ერთ-ერთ უფროს პირველ რიგში პირველი უფროს ძმასთან რა, ეს უმცროსი საერთოდ არ ვიცოდით. პირველი ძმა, რომელიც ჩამოდიოდა რუსეთიდან, თურმე ჩამოვიდა რუსული პასპორტით და ანუ ეს დაჭრა, პირველი დაჭრა რომ მოახდინა, ეხლა დაჭრილის სახელი და გვარი აღარ მახსოვს სიმართლე გითხრათ, მაგრამ ის საქმე აღზრული არის და არსებობს. თუ ვინმე ეს აინტერესებს და დაინტერესდებიან, ის საქმე აღზრული არის და არსებობს და გაუხსნელი გდია ის საქმე რა. ხო და რომ მოახდინა ის დაჭრა და უცბად უკან გაფრინდა. ეხლა ეს ისევ რუსეთში და ყველა მიცოდა რომ ამასაც ახალს არაფერს ხო არ ვიტყვი, მაგათი მაგოჯახის რესტორანი არის მრგვალი ბაღში, მაშინ იყო ყოველ შემთხვევაში ეგრე, მაგ წლებში. მრგვალი ბაღის ტერიტორიაზე ბარნოვის მხარეს რომ მიდიხარ, უკვე ვერის მხარეს რომ მიდიხარ, მრგვალი ბაღის კუთხეში, მან წითელი აგურის შენობა რო არის, მან რესტორანი, ეგ იყო მაგათი რესტორანი. მან ეყენა ხოლმე მაგათი მანქანა თეთრი რენჯი ეოვოკი. ეგეც მაგასაც ყველა ხედავდა, ეხლა შუა ქალაქში ხდება და მაგასაც ხო რაღაცა ახალს არ ვიგონებ ერთ სიტყვით. ხო და ანუ ეს პირველი დაჭრა ჩვენ სანამ კამერებით სანამ გავარკვიეთ ვინ რა, როგორ და საერთოდ ხვებზე ვიყავით წასული რა, იმიტომ რომ ამის არსებობა არ ვიცოდით საერთოდ და რო გავარკვიეთ უკვე აღმოჩნდა ეს კაკულია, ვინ არის? ვა, იმის დათოს ბიჭი. ეს დათო ვიცოდით მე ყოველ შემთხვევაში ვიცოდი, ახლა ძველები ვინც იყვნენ, მე კანონიერ ქურდებში ორგანიზებულში ნამუშევარი ვიყავი და კვარაცხელიაც ვიცოდი ვინ ის იყო, კაკულიაც ვიცოდი ვინც იყო, რვა აფეთქეს 2000 წელს ეგ ისტორიაც ვიცოდი. იქ ქურდების ნაწილი რო კვარაცხელიას აბრალებდა, ნაწილი არ აბრალებდა და კიდევ სხვა აბრალებდა. ეგ ისტორია ვიცოდი ყველაფერი რა, მაგრამ ეს ბიჭი არ ვიცოდი. ის მეუღლეც რო აქ იყო ხოლმე ხანდახანდა, ხშირად უფრო ხშირად აქ იყო ხოლმე, ხო, ეგეც ვიცოდით რა და ერთ სიტყვით და ამათი არსებობა არ ვიცოდით საერთოდ და ეს თურმე ჩამოვიდა, დაჭრა და წავიდა უკან. ხო და
ნუ ეხლა რა უნდა გვექნა რა ჩამოვიდა წავიდა ერთი და გადის რაღაცა პერიოდი ძალიან მოკლე პერიოდი სხვათა შორის და დაახლოებით 1 თვე თუ რაღაცა ეს ჩამოვიდა ისევ და მეორე დაჭრა უკვე აბაში მრგვალი ბაღიდან გაყვა ერთ-ერთს ანუ ვის დაჭრაც უნდოდა გაყვა აბაშიძის მიმართულებით ვაკის პარკის ტერიტორიაზე და მან სანამ ვაკის პარკთან მიხვალ კიბეები ჩადის ფალიაშვილის ქუჩაზე. ეგ ერთი პერიოდი იყო ხომ კამერების გარეშე, აი ეგ ნაწილი. ანუ ამას ყველაფერი კარგად ეს უკვე მომზადებული იყო რა, მომზადებული კრიმინალი იყო, აქ რო ჩამოდიოდა. თუმცა 18 წლის იყო თუ რაღაცა, 19 წლის იყო. ახალი შესრულებული იყო სრულწლოვანები, ახალი სრულწლოვანი იყო ეს სიტყვით. ხო და ტელეფონი დატოვებული ქონდა, გაყვა ამას, სადაც კამერები არ იყო იმ ადგილას, თან ღამე იყო, გადაუყენა მანქანა, გადმოხდა 10-ზე მეტი ჭრილობა ქონდა იმას მიყენებული იმ დაჭრილს. ეხლა აი ეს სახელები და გვარები არ მახსოვს, მაგრამ ის საქმეც აღზრული არის და დევს ის საქმეც. ეხლა ეგრე გაუხსნელი დევს რა. დაჭრა უკან ჩახტა მანქანაში და წამოვიდა უკან. ეხლა ამ საქმეზე უკვე ეს უკვე მეორე იყო. რო გავყევით კამერებს, კი იქ კამერები არ იყო, მაგრამ შორიდან ჩანდა რომ ეს ამის მანქანა მიდის, უკან ყვება, შორიდან ჩანდა ეს ვიდეო რომ წინ უყენებს, გადმოდის. ეხლა თვითონ ამ დაჭრის ფაქტი არ ჩანდა რომ როგორ ურტყავს და როგორ იმასაშოვა, მაგრამ მანქანა რო იქ რჩება, მე ხალხი რომ მოდის, სასტრაფოც რო იქ მოდის, ყველაფერი ეს შორიდან ჩანს კამერებში. ერთი სიტყვით. ისევ ეს დაჭრა მოახდინა და ისევ გაფრინდა უკან. ხო და ამ დროს პროკურატურა რას აკეთებს? აი ამ დროს. აი ეს არის უკვე ახალი ეს არის 2013-14 წელი არის პროკურატურას ეს ხშირად იციან ხოლმე რომ პოლიციაზე გადააქვთ ხოლმე ყველაფერი რომ ანუ აი რაღაცა დანაშაული რო არ იხსნება და ვიღაცას რო რაღაცას არასწორად ბრალი აქვს წაყენებული და რაღაცა სულ პოლიციაზე მიდის ხოლმე ეს იმის გადატანა და ყველას ავიწყდება ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია მართლმსაჯულების სისტემის პროკურატურა. პროკურორის გარეშე ვერავინ ვერაფერ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ადგილზე რო გადიხარ, სიტყვაზე მე უფროსი რო ვიყავი, ადგილზე რო გავდიოდი, პირველი ჩემ უფროს რო ვაყენებ საქმის ხუთში, ხო, ეგრევე ვურეკავ პროკურორს და პროკურორისგან იმის გარეშე ვერაფერს ვერ აკეთებ ერთ სიტყვით. გააკეთებ რაღაცა და ჩათვალე რომ არ ჩაგითვლიან, იმას საქმეში არ ჩაგითვლის საერთოდ. ის გინდა გაკეთებია, გინდა არ გაიკეთებია. გამომძიებელი ყოველ წამია კავშირზე არის პროკურორთან. ხო და როცა მკვლელობა ხდება, საერთოდ პროცესით არის გათვალისწინებული, პროკურორი თვითონ უნდა მოვიდეს ადგილზე და თვითონ უნდა გამოცხადდეს, როცა მკვლელობა არის. ერთ სიტყვით მოახდინა ეს ყველაფერი და წავიდა. ნუ არა გვაქვს ეხლა ეს დაზარალებული არაფერს არ ყვება, არა და დარწმუნებული ვართ რომ ამ დაზარალებულმა იცის, რომ რატომაც დაჭრა და რისთვისაც დაჭრა. არაფერს არ ყვება, არაფერი ეს ვიდეო გვაქვს, რაღაცები კიდე გვაქვს, შეგვეძლო კიდე რაღაცების ერთ სიტყვით გაკეთება. რომ იმას გვექნა, მაგრამ პროკურატურა მოითხოვა მაღალი სტანდარტი. რომ ანუ ამ ვიდეოში არაფერი არ აჩანს, აბა რა უნდა დავინახოთ, აბა ეს რა ვიცი, ეს მანქანა არის, აბა ეს იქ არის, აი თვითონ დარტყმის ფაქტი რო არ აჩანს, აი ეს ვიდეო არაფერში არ ჩათვალეს, ანუ ეს კამერების ჩანაწერი ერთი სიტყვით. და ვეუბნებით რომ უკვე მეორე ფაქტია ეს. მეორე ფაქტი არის ჩამოდის რუსული პასპორტით, აკეთებს და გადის უკან უკვე. აი ყური არ შეიბერტყეს ერთი სიტყვით, ისიც დაგვიტოვეს ეგრე რა. ეს მუდმივი კონფლიქტი პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ესეც არის აი ისტორიულად მოყვება სულ ესე რა. სულ ესე არის ყოველთვის ეს პროკურატურა ცდილობს ყოველთვის აი რომ შეაფერხოს ეს რაღაცა, პოლიცია ცდილობს რომ თავის მხრივ ყოველთვის რაღაცა როცა ეს პროკურატურა მერე ჭედავს რაღაცების ფალსიფიკაცია მოახდინოს, ეს პროკურატურა ეწინააღმდეგება ფალსიფიკაციის გარეშე. ისი არის საპროცესო და მატერიალური ნაწილი სისხლის სამართლის მოწყობილი ჩვენი, რომ თუ ფალსიფიკაციას არ მოახდენ სისხლის სამართლის საქმეში, რაღაცის ფალსიფიკაცია მტკიცებულების, ხო, ფაქტიურად ადამიანს ვერ დაიჭერ და ანუ ბრალს ვერ წაუყენებ. ყოველთვის რაღაცის გაყალბება გჭირდება რა. ერთი სიტყვით, ეგრე არის. ეხლა მაგას უნდა წავალთ სისტემურ პრობლემაზე, რომ მაგას უნდა პროცესში ხო, ეგ მე სხვა პოდკასტებისთვის. თემის სალაპარაკო არ არის, მაგრამ ერთ სიტყვით მან პოზიცია იყო პროკურატურის რომ არ უნდა დაგვეჭირა რა და პროკურორის გარეშე ბრალს ვერ წაუყენებ. ეს არც ზედამხედველი პროკურორის ბრალი არ არის და ვერც ვაკის ზედამხედველი პროკურორს ვერ დააბრალებ, იმიტომ რომ ეგეც ვერ წვითავს, ვერც რაიონული ვერ წვითავს ვაკეს საბურთალოსი. და აი შეიძლება ქალაქის პროკურორმა ეგეთი საკითხი შეიძლება გადაწყვიტოს რა. თორე ძირითადად ხო ეხლა აი მე
როიციან ხომ რომ აი ეს კარგი პროკურორია და ეს ცუდი პროკურორია. კარგი და ცუდი პროკურორები არ არსებობს. ყველა ერთნაირად არის, ვერაფერ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მინიმალურად შეუძლიათ კი გამომძიებელს რაღაცეები უთხრან საპროცესო მოქმედებებს, რაც შეეხება რომ ესე გააკეთე, ესე გააკეთე, თორე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერც ერთი პროკურორი, რიგითი პროკურორი ვერ იღებს. როდ განან ხომ აი სასამართლოზე რომ გამოდიან ხომ სასამართლოდან და პროცესის პროკურორებს ეძახიან მაგათ. აი მარტო პროცესებზე რო გამოდიან რა აი დაყენებული სახეებით რო ლაპარაკობენ ერთი ელემენტარულ მინიმალურ გადაწყვეტილებას ხო პროკურორი ქვია მინიმალურ გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვერაფერს საერთოდ მაგრამ აი ეს ერთ სიტყვით ესე იყო არ დაგვაჭერდი ის მაშინაც მე უკვე ჩამოვიდა უკვე მესამედ და რო ჩამოვიდა უკვე ხედავთ რომ ეს შემოიკრიბა ეს ხალხი ნელ-ნელა მაშინ დაიწყო ეს ბუსა ჟვანია ეს ჩხაიძეები იქით როინიკო იქით ის აი ამ ხალხში უკვე გაერია არა ბოჭა აქ ცოტა დავპაუზდეთ ბუსა ჟვანია როინ მეტრეველის შვილიშვილი როინიკო მასთან დაახლოებული ქართულ ოცნებასთან უკიდურესად დაახლოებული ბიზნესმენი ჩხაიძის რომელიც მილიონებს იღებს სახელმწიფოსგან კატევეს მფლობელის შვილი ну да დავასახელოთ ეს ხალხი. აი მე ბიზნესმენი რო იყო ჯინჭარაძე თუ გახსოვთ აჭარელი ბიზნესმენი რო იყო მაგის ბიჭი კიდე და ერთ სიტყვით აი ვინც მან რაღაცას იმას აშვებოდა რა ვინც ვაკეში ხლა ხო ყველაფერი ვიცოდი ვინ რას აკეთებდა რა მაგათი დაჭრებით ვიცოდით ვინ ვის ჭრიდა ხლა ესე ეძახიან ოპერატიულად გახსნას საქმის ანუ როცა შენ იცი ვინ გააკეთა უბრალოდ კიცებულებები არ აქვს ვიცოდით რომ ვინ დაჭრა, რატო დაჭრა ეგეც ვიცოდით, მაგრამ არ აქვს კიცებულებები და ეს პროკურატორი კიდე ყველანაირად ცდილობდა რომ აი ჯოხი იმაში ბორბლებში რომ შეეყო რომ აი ყოველთვის ეს მაღალი სტანდარტი რა და ეს მაღალი სტანდარტი კიდე მტკიცებულებების არ არსებობს ეს პროცესი არ გაძლევს მაგის საშუალებას ხო და აი როგორ უნდა იმასაკნა რა უნდა გააკეთო ერთი სიტყვით და დაიწყო აი ამათთან უკვე კონტაქტი ეხლა სტანდარტებზე რომ ვლაპარაკობთ დღევანდელი სტანდარტები ხალხის დაკავების ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლით აი ну არ ვიცი აი მაგ სტანდარტით მართლა ცუდად გძნობ თავს ეხლა რა მაგ სტანდარტით რომ ეხლა რა სტანდარტითაც ხელმძღვანელობენ მაგ სტანდარტით რომ წამოყოლოდნენ კაკულები დაჭერილები იქნებოდნენ ერთ დაჭრაზეც მეორე დაჭრაზეც და ყველაფერზე საერთოდ მაშინ რო ეგ სტანდარტი ქონოდათ ეხლა რაზეც იჭერენ რა ხალხს მაშინ რო ყოფილიყო და დაიწყეს ამ ხალხის შემოკრება ერთი სიტყვით. ეხლა ცალკე უნდა ვილაპარაკოთ შემსრულებლები ვინც არიან მკვლელობების, ეს ჭელიძე და კავილაძე. ეს კავილაძე ეხლა წლების განმავლობაში ჩვენ თვალწინ იზრდებოდა. აი ვაკის პოლიციის თვალწინ. ვინც არიან ეხლა ძველები ხო ყველა დამეთანხმება ეხლა ვისაც მანდ ნამუშევარი აქვს. პერიოდულად იცოდნენ ხომ რომ ზევით ითხოვდნენ ვინ აყავთ მოსაშორებლები. ანუ მოსაშორებლებს ეძახიან აი ეს კრიმინალური ელემენტები უბანში ვინც არიან, ვინც აი რაზბორკებში იღებენ მონაწილეობას, ვიღაცა ამ ბავშვებს ფულებს აწერენ, ეს თან მოსული პრაქტიკა არის ვაკეში რა, რომ ვიღაცა ფულიანი ბიზნესმენი შვილს ეძმაკაცებიან, ვითომ ანუ შენი ძმაკაცი ვარ, ისიც დედიკოს ბიჭი ბულკზე, კარაკზე გაზდილი არის, უცბად ესეთი ქუჩის ბიჭი მეძმაკაცება, რა კარგი არის, ესე იძმაკაცებენ ამ ხალხს და მე ნენელა მამამისის ფულებით მე ყიდულობენ, რავი, მანქანებს, იარაღებს და ასე შემდეგ. ეს ეგეც ხო ეხლა ვაკეში ახალს არაფერს არ ვიძახი, ეგეც ხო ყველაფერი იცის რა, რომ ესე ხდება. ხო და კავილაძე იყო ყველა სიაში, როცა უნდა გადაგვეცა, ანუ მაგას ზედმეტსახელი ქონა ხავერა, ყოველთვის წერდით მაგას, რომ ერთ-ერთი თუ რა ითხოვდნენ, რომ ვინ არის მანდ რომ ვინ სიტუაციას რევს, ერთ-ერთი ყოველთვის ეწერა ხოლმე კავილაძე. აი ბავშვობიდან ჯერ კიდე არასრულწლოვანი რო იყო, იმიტომ რომ არასრულწლოვანებსაც ითხოვდნენ ხოლმე რა. და მეც რო გაიზარდა რა და ყველაფერი ვიცოდით, ეხლა ვინც ვიყავით მაშინ მან ძველები. ერთი სიტყვით. მე ეს რო დავინახეთ რომ უკვე ესე გაერია აი ამ ხალხში და უკვე ძალიან დიდი რაღაც აი დღეების განმავლობაში ფაქტიურად კვირეების განმავლობაში იმხელა ავტორიტეტი მოიპოვა რომ ანუ მივხვდით რომ ეხლა ჩვენ რუსეთთან არ ქონა არც მიმოწერა რუსეთში არ ვიცით ეს რას აკეთებს მაგრამ ქურდებში გაზრდილი იყო ეს და უკვე აქ ჩამოვიდა საქართველოში ჩამოდიოდა უკვე სახელით არ იყო და ოფიციალურად ქურდი არ იყო თორე დანარჩენი ყველა ნიშანთვისებები კანონიერი ქურდის უკვე ზედ ქონდა რა უკვე და ეს ლაპარაკის უნარი დარწმუნების უნარი რაღაცა თან ეს ქურდულს ხო თავისი ის აქვს
თავისი ტექსტები აქვს, თავისი შინაარსი აქვს, თავისი ის აქვს. ერთი სიტყვა რო შეგეშალოს, ანუ მაგაზე პასუხს თხოვენ და ასე შემდეგ. ხო და ეს ყველაფერი ისეთი დონეზე პირად იცოდა, რომ ეს ხალხი ეგრევე, აი ორ კვირაში დააყლო რამოდენიმე კვირაში რა ძალიან მალე ეს ხალხი სულ ყველა დაიძმაკაცა რა და დაიძმაკაცა როგორ? ანუ ამის ეს გახდა მთავარი და ესენი ამის ფაქტიურად შემსრულებლები რა. მე საქმეში ხო გამოჩნდა უკვე ბამყლელობის მერე რომ როგორ დადიოდნენ, ვიცი მანქანით გადავიდნენ, სომხეთში ვიცი მანქანით დაბრუნდნენ და რა იყო და როგორ იყო, ხო ყველაფერი გამოჩნდა რომ მაგათ დავალებებს რო ასრულებდნენ ერთი სიტყვით. ხო და რა უნდა გაგვეკეთებინა ერთი სიტყვით, დაჭერით არ გვაჭერინებენ, ეს არის ანუ არაფრის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ეს ამ დროს მიდის, მოდის ამ რუსეთში, ჩადის, ჩამოდის. ხო და მაშინ თქვით რომ კარგი არ გვაჭერინებთ არ გვაჭერინებთ ეს უეჭველი რაღაცას მოახდეს თან ერთ-ერთ საუბარში მაგის ერთ-ერთმა არ მახსოვს რომელმა თქვა ეხლა მაგრამ აი ვისთანაც ძმაკაცობდა იმან თქვა რომ ანუ ერთ-ერთ საუბარში ანუ მაგისი ძმაკაცმა ტელეფონში ერთ-ერთ საუბარში გააპარა რომ ესე იძახისო ესო რომ მამა ჩემისო ვალიო რაც არისო დარჩენილიო ყველა უნდა ამოვიღო ხო და აი ხლა რას გულისხმობდა მაგაში მე რაღაცა ნუ იქ თურმე მამამისი რო გარდაიცვალა ვიღაცები მამამისის მაკაცები არ დაეხმარნენ მათ ოჯახს რაღაცა იქ რაღაცა პირადული მომენტები იყო ერთი სიტყვით და ყველას ესე ბჭყალებში რო თქვა აბაროტის აღება უნდა და ამას რა ხო და ეს მამა ჩემის ვალებიო ყველა უნდა გავისტუმ რომ ესე იძახისო იმიტომ რომ ეგ სიტყვები მახსოვს რომ ზუსტად ეგრე თქვა რა ხო და მაგ შემთხვევა მაგ დროს რა მით უმეტეს ეხლა მე მოადგილე ვიყავი და ოტოსთან და ოტოშნიკებთან მე მქონა ხოლმე კავშირი ეხლა რა თქმა უნდა მაგათ ყველას უსმენდით მაქსიმალურად და ანუ ოტოში რაც გადიოდა ერთ სიტყვით ინფორმაცია პირველ ჩემთან მოდიოდა რა ხო და მაშინ დავსვით ესეთი რაღაცა რა რომ ეს კაცი აუცილებლად ეს მოახდენს რაღაცას უბედურებას მოახდენს კიდე უფრო მეტს ეს დაჭრებათ და უფრო რაღაცა საშინელებას მოახდენს და თუ არ გვაჭერინებთ, კარგი, საზღვარზე დაყენებული ყავს მაშინ და არ შემოუშვათ მაინც რა. ეგ ხომ ელემენტარულად შეიძლებოდა რომ არ შემოსულიყო. აი, რა ვიცი, ხო, შენდეროვიჩს ხო არ უშვებენ, ჩამოვიდა არ შემოუშვეს. იმ სიბრიყვეს რო იმეორებენ ხოლმე ზოგიერთი აქეთ მხარესაც რო იმეორებს რომ მებაჟე ისაო მესაზღვრე წვიტავს შემოუშვას თუ არ შემოუშვას ხა მესაზღვრების 99%-მა შენდეროვიც წარმოდგენა არ აქვს ვინ არის ეხლა ზა საიდან იცის უნდა შემოუშვას თუ არა ეგრე არის ციედნენ არც კაკულიაზე შენ თუ არ უთხარი რომ მოდი ეს კაცი ეხლა დამიყენე საზღვარზე და თუ ოფიციალურად არ დააყენე საზღვარზე და არ უთხარი რომ ეს კაცი არ შემოუშვა ხო თავისი ჩვეულებრივად შემოუშვებს იმას პრობლემა არ აქვს ხო და ეგ მაინც შეეძლოთ ელემენტარულად რომ გავიკეთებინა. ერთ შემოსვლაზე გავაკეთეთ, ეგრე დავაყენეთ. ოღონდ მოიყვანეთ აეროპორტში, დახვდათ ადვოკატი. ადვოკატმა ეხა ერთი ამბავი. დაიწყო ჟურნალისტებთან რეყვა და სანამ უკვე დაიწყებდა და სანამ ტელევიზიები მოვიდოდნენ და სანამ რაღაცა ისევ შემოუშვით მე რა. რა უნდა გქნა. მაგრამ ისევ წავიდა. და რო წავიდა, ეხლა ვთქვით რომ მოდი ოფიციალურად აღარ შემოუშვათ, ანუ ეს ყავდა მან საზღვარზე არის დაყენების რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. არსებობს რომ შეაჩერე და შემატყობინე, ანუ მესაზღვრეს ეუნები რომ ეს კაცი რომ შემოვა, შენ შეაჩერე და მე გამაგებინე უბრალოდ. ოღონდ სანამ მე არ მოვალ მან აეროპორტში, შიგნით არ შემოუშვა. ხო და ეგრე ყავდა პირველად დაყენებული რა. ხო და სანამ ჩვენ უკვე ჟურნალის ადვოკატი დაგვახვედრა და რაღაცა არსებობს მეორენაირად საზღვარზე დაყენება რომ არ შემოუშვა უბრალოდ არ შემოუშვა სხვისი იმის ქვეყნის პასპორტით არის შეგიძლიათ უთხრა რომ შენ არასასურველი სტუმარი ხარ მიზეზი შემიძლია არ აგიხსნა და არ შემოუშვა აი როგორც ოპოზიციონერებს ან რუს ოპოზიციონერებს არ უშვებენ ხოლმე ზუსტად იგივე პრინციპით შეეძლოთ რომ უბრალოდ არ შემოუშვათ ხო და მე აი მაგის მერე მოხდა ერთი სიტყვით შეიცვალა მინისტრი მოვიდნენ ახლები როგორც ხდება ხოლმე ტრადიციულად ვაკეს საფურთალო შეიცვალა სამართლოს უფროსი მოვიდნენ მე ჩემი გუნდით მოვდივარ მე მოვიდნენ ახლები ერთი სიტყვით მეც ჩემი უფროსით ვინც ვიყავით იქ ძველები მოგხვეს ხელი და წადით გაგვიშვეს იქიდან ვინც მაგ ინფორმაციის მატარებლები ვიყავით სულ ყველა გამოგვიშვეს მაგ ვაკიდან ერთი სიტყვით მოვიდნენ ახლები ეხლა ის ახალი რომ მოდის იმას სანამ ის გაერკვევა ვინ არის სანამ ის გაერკვევა კავილაძე ვინ არის სანამ ის გაერკვევა ეს ვინ არის
რატო ჩამოდის რუსეთიდან სანამ ჯერ ერთი დრო ხო ჭირდება იმას რომ აი ეს ამდენი საქმე ხო უნდა გაიაროს აი მოვიდა ახალი უფროსი ხო გონიათ ხომ რომ ეს უფროსი რომ მოდის ციდან ეცემა რაღაცა ცოდნა ხო საიდან უნდა ხო ვიღაცა დმანისში რომ მუშაობდა და დმანისის უფროსი იყო ის დმანისი შეიძლება კარგად იცის მაგრამ ვაკეში რომ გადმოიყვან ხო სანამ ვაკეში გაერკვევა იმას ხო რაღაცა დიდი პერიოდი უნდა ის რო გარკვევას დაიწყებს ხო იმა რო გარკვევა დაიწყო ის ჩემს მერე ვიც მოვიდა ისევ შეიცვალა ისევ ახალი მოვიდა ესენი მოაშორეს ისევ ახლები მოვიდნენ ეხლა ამან უნდა დაიწყოს და აი მაგ პერიოდში მოხდა ზუსტად რო კვარაცხელია ეს ამან ისევ გააგზელა ჩადი ჩამოდი ისევ ესენი დაიქვემდებარა კი არა მან მთელი ის ორგანიზებული დაჯგუფება შექმნეს დაგეგმეს ყველაფერი იმას აკნეს ეხლა ეგ როგორ შეიძლება და აი რა ვიცი რანაირად უნდა გაპაროდათ ეხლა ეგ რომ ერთი და იგივე მინიმალურად, აი ყველაზე მინიმალური ეს კვარაცხელიას ხო გაყვნენ, სადღაცას ხო ატარეს, ანუ იცოდნენ მარშრუტი, ხო, ესე შემთხვევით ხო არ გადაეყანენ და შემთხვევით ხო არ ესროლეს. იცოდნენ რომ სად დადიოდა, უკან დაყვებოდნენ, ხო? ეხლა აი რანაირად დაიგეგმა ეს ყველაფერი, ამ კავილაძეს და ჭელიძეს ხო არ მოუვიდა ეს თავში. ანუ სადღაცას ხო ესენი ამ კაკულიებს შეხვდნენ. ეს ბუსაც ხო სადღაცას ესენი ტელეფონები ერთად ხო შეიყარნენ სადღაცას ხო სადღაცას ანუ რეგულარულად იკრიბებოდნენ რეგულარულად ეს ტელეფონები სულ არაფერი არ ელაპარაკათ ერთ ანძაზე ხო ჯდებოდნენ ანუ სადღაცას ამათი შეხვედრა რეგულარულად ხო ხდებოდა მანამდე ხო ეს ხო რაღაცა ეჭვის საფუძველი უნდა ყოფილიყო რომ ანუ რაღაცას ესე იგი გეგმავენ ხო რომ ესენი ერთად იკრიბებიან ნუ ერთი სიტყვით ყველაზე მარტივი მეთოდი იყო რომ უბრალოდ არ შემოეშვათ რა ხო და ალბათ მე კიდე ეჭვმახ რომ სადღაც ალბათ ალაგებდნენ ამ შემოშვების ამბავს სადღაცას ჰქონდათ კავშირი ეგ კიდე ცალკე კავშირი ცალკე საუბრის თემა არის კიდე ამ პოლიციის და კრიმინალების კავშირი ერთმანეთთან რა აი როგორ მოხდა ეს და როგორ დაიწყო ამათი ეს ურთიერთკავშირი და ეხლა საერთოდ ისეთი ფორმები აქვს მიღებული რომ უკვე რომელი სად პოლიცია იწყება და სად თავდება და სად კრიმინალი იწყება ეს კრიმინალები იწყებიან უკვე ვეღარ გაარკვევ რა და მე ვიმაქ რომ მე უკვე სადღაცას ალაგებდნენ ამ შემოსვლის თემას იმიტომ რომ უკვე თავისუფლად მე მეორე ძმამ დაიწყო უკვე ჩამოსვლა აქ მეორე ძმა ჩამოდიოდა უკვე თურმე ეხლა ჩვენ მე უკვე სხვაგან ვიყავი გადასული და ვაკის იმას ინფორმაციას ყურადღებას ვეღარ მივაქცევდი ხო და არც იყო უკვე ჩემი კომპეტენცია და ესე შემდეგ რა ერთი სიტყვით რა მე მოხდა ეგ უბედურება რაც მოხდა რა გიორგი აი მე ყოველშემ მე რასაც ვუსმენ უფრო მჯერა იმის რომ ეგ არ გააკეთეს იმიტომ რომ ან არ გააკეთებინეს, იმიტომ რაც არ უნდა ეხა ახალი მოვიდეს, ხო იმას ესე ხო პირველი ხო გადაეცემა ეს საბუთები რომ ეს არის საეჭვო. ამას ვუსმენთ, იმიტომ რომ საეჭვო, იმიტომ რომ კრიმინალი ხო ჩემზე უკეთესად იცი, უბრალოდ აბსოლუტურად ბუნებრივია რომ გადაბარების დროს ეს თავარი ინფორმაცია მოგცენ და გააგრძელო იმისი თვალთვალი იმის რაღაცა რას ადმიდის, ადმოდის, რას გეგმავს ამის ყურადღების ცენტრში რო ყავდეს მოკლედ ეს კრიმინალი, ხო? რანაირად შეიძლება, რაც არ უნდა ახალი მოსული ვიყო და არ ვიცოდე ვინ არის ვაკეში მთავარი კრიმინალები და ვის უნდა მივაქციო ყურადღება. რომ ტიპებმა იარაღი იყიდეს, სადღაც მართლა დაგეგმეს, ტიპს ჩაუსაფრთხნენ ადამიანს ჩაუსაფრთხნენ და ისე მოკლეს, მთელი პროცესი იყო აქ და ამხელა თვალთვალის მოსმენების პირობებში როგორ შეიძლება ეს ვინმეს გამორჩენოდა? ხო და უყურე მან აი კიდევ ვიძახი რა ადამიანური ფაქტორი არის მეთქი, აი უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი. აი ვინ მოდის? მაგ სისტემაში კიდევ ვიძახი, აი ეს ამპარტაუნული ეს დამოკიდებულება რომ როგორც კი პატარა თანამდებობას დაიკავებდა, აი ხო უყურებთ ხოლმე მიტინგებზე რომ დგანან და ეს უფროსობა როგორც დადის ხოლმე თანამდებობის პირები როგორ დადიან. ერთი სტოიკა რო აქვს დაყენებული ყველას, ერთი სახე რო აქვს მიღებული და ეს სტოიკური სახეები რო აქვს და ეს სერიოზული სახით რო დადიან და რაღაცა. ამ ხალხს ხო აი ადამიანური მოვიდა ის ახალი ხო ითვლება ეგრე. აი ეგრე ითვლება პირველ თათბირს რო ატარებენ ხო ბოდის ახალი უფროსი ატარებს თათბირს და ყვება თავის გმირობებს რა აქვს ჩადენილი ადრე რა აქვს გაცნობიტი ხასიათი შეხვედრა არის რაღაცა ითვლება რომ ახალი უფროსი რო მოდის იმას ზეციდან ეძლევა ცოდნა რომ იმან ის რიგითებს არ უსმენს მე ჩვენ ხომ მოგვიშორეს იქ იყვნენ დარჩენილი კიდე რიგითი თანამშრომლები ვით ეს სიტუაცია იცოდა ყველაფერი რა
მაგრამ იმას ხო უნდა მოусმინოს და იმას რომ მოусმინოს ითვლება რომ აი იმათ ითვლება რა ცოდვათ ითვლება როგორ ვთქვა აი ჭყალებში გრეხათ ითვლება რომ ანუ მე უფროსი ვარ მოვედი და მე არ ვიცი ეხლა შენ უნდა მასწავლო აქ რა ხდება მე უკვე ვიცი რომ მოვედი აქ მე ეგრევე გავერკვიე უკვე ყველაფერში ანუ ეგრე ითვლება რა რომ მოვლენ დაინიშნებიან ხოლმე რაღაც თანამდებობაზე ხო ითვლება რომ სიო ეს ცოდნა ჩამოვიდა ზეციდან უკვე იცის ვაკეში რა ხდება ეხლა მაგ დაჯგუფების გარდა იყო მან კიდე სხვა რაღაცეებიც ხდებოდა რა ეხლა სხვა რაღაცეებისთვისაც უნდა მიგექცია ყურადღება ესენი რო ამ დაჭრებს ახორციელებდნენ ხო პარალელურად მაშინ მაგალითად მიქაძეები ჯერ არ იყვნენ და არც ფიქრიშვილები არ ჩანდნენ მაგრამ იყვნენ ჯოხაძეები შუა ქალაქში იჯდნენ ხოლმე მაშინ და ეხლა იმისთვისაც ყურადღება უნდა მიგექცია იმათვისაც აბაშიძე იმას მაგასაც ეხლა ისეთ რამეს ხო არ ყვები რომ ვინმე რამე არის შუა ვაკეში ხდებოდა დღისით მზისით ნახევარი ფეხბურთის ფედერაცია და ჯოხაძეები აბაშიძე არაყიშვილის კვეთაზე მიშენ ჰომი ერქვა მე მგონი აი ძველი კოდუების ის რო იყო მან ბარი იყო კუთხეში მაგის წინ რო სკამები იყვნენ ყოველ დღე იჯდნენ იქ ეხლა და რავი ხელოვნებაზე ლიტერატურაზე და ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ ჯოხაძეები და ეს ფეხბურთის ფედერაცია თუ რაზე ლაპარაკობდნენ ანუ მაგათვისაც ხო ყურადღება უნდა მიგექცია იმიტომ რომ ეს ნახევარი ფეხბურთის ფედერაცია ვინც იყვნენ იარაღებით დადიან და უკანონოდ და რავი მე სასწაულები მოახდინეს კიდე მაგ ფედერაციის წევრებმა მან კიდე ისეთი დაჭრები მოახდინეს კიდე რამოდენიმე ისეთი დაჭრა ქონა მაგათი რომ ანუ კიდე სხვა რაღაცეებისთვისაც უნდა მიგექცია ყურადღება რა ეხლა და ის ახალი რომ მოდის იმან პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაალაგოს რა და ეხლა სიტყვაზე ძველები ვინც ვიყავით ვიცოდით სად პირველი რისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება მეორე რისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება რა იმიტომ რომ ჩამოიყვანდი იმ ჯოხაძეს და რო დაელაპარაკებოდი ხო ნუ მიხვდებოდი ეხლა ის რომ ის ეხლა შენთან არაფერს არ გააფუჭებს რა და კი ნუ იცი ვინც არის რაც არის რითიც ცხოვრობს მაგრამ ის რამოდენიმე დღე ხო იცი რომ ის არაფერს არ გაგიფუჭებს ჯერჯერობით რა ხო და ესენი უყურებ რომ ყოველ დღე გიფუჭებს რა და ეხლა ის ახალი რომ მოდის იმან ხო არ იცის ეს დეტალები ხო იმან ხშირ შემთხვევაში ჯოხაძის სახეზეც არ აყავდა და ნახი არც იცოდნენ ვინ იყო სანამ ის გაერკვევა მე დაალაგებს ის უფრო პრიორიტეტულია თუ ეს უფრო პრიორიტეტულია ერთი სიტყვით მარტო ეგ კი არა მე ეს ჯოხაძეები და ის კი არა კიდე მან სხვა ის იყო რა სხვა დაჯგუფება იყო კიდე ვინც აესი ამ დაჭრები და ერთი ამბავი და მანქანებს ეჯდნენ ამ ფულიანი ხალხის შვილებს ერთი სიტყვით და სადამ ხო და ეს უნდა დაალაგო რა და ამ ახალმა არ იცის რომ მოვა ეს ახალი სანამ გაერკვა და ეს მე ეს ახალი შეცვალეს ახალი მოვიდა კიდე სანამ ის გაერკვა და ამაშობაში მოხდა ეკვლელობა რა ერთი სიტყვით რა ხო და კიდე ერთი ფაქტორი გიორგი იმას რომ დაუბრუნდეთ ამ ბესარიონ ჟვანიას, ბუსა ჟვანიას. მან კიდე სხვა ფაქტორიც იყო, იმიტომ რომ მაგ ბიჭმა სანამ დაჭრიდა გოგი თოფაძის შვილიშვილს, მანამდე დაჭრა ორი კაცი, ხო? მათ შორის ლევან გაჩეჩილაძის შვილი. და არაფერი, საერთოდ არ შეუმჩნევია პოლიციას. კი ბატონო, კი ეგეც იყო, ის ხო, მაშინ აი მაგ დროს რა ხდება? აი ეგ ხო იცოდით არა? ხო, აი თოფაძის ამბავი ხო ეგ უფრო ისე გავრცელდა ეგ ამბავი, იმიტომ რომ სახში შევიდა და ეგ ჩუავაკეში მოხდა და სახში ავიდა და სახში იმასაკნა. მაგრამ ეს იყო, აღარ მახსოვს 2015 წელი იყო, 16 წელი იყო, 31 დეკემბერი იყო ერთი სიტყვით, რაღაცა დახურული ფართი ჰქონდათ ერთი სიტყვით. აი 75-ს რო ეძახიან ჭავჭავაძის, ანუ ბენდუქიძის აუზის უბანში მანდ კორპუსში. ხო და რაღაცა ანუ საახალწლო ის ჰქონდათ, სუფრა იყო, იქ ავიდა კი ბატონო და იქ დაჭრა მაშინ გაჩეჩილაძის პატარა და რატი ივანიშვილი. ნუ ეს ივანიშვილი ცნობილი პერსონაჟი არის, ახლა ადრე დაჟე კენც იყრი და მერად თუ რაღაცა ვაკიდან თუ მაჟორიტარად იყი და ის ნიკა ივანიშვილი, ნუ მამამისი იცნობენ ვაკიში ერთ სიტყვით, მაგის ბიჭი ეს რატი. მაგრამ იყო 31 დეკემბერი, მეორე დღეს იწყებოდა ახალი წელი, ანუ და ახალი სტატისტიკა, ხო და ჯერ ერთი ისედაც ახლა ბუსას არავინ არ დაგვაჭერინებდა, არც იმ გოგი თოფაძეზე არაფერი არ იმას უქმნია და გოგი თოფაძის შვილიშვილზე და
ბუსაზე ყოველთვის ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ ყოველთვის იცოდნენ ახლა ვისი შვილია რა, როგორ და მაშინ ბიძამის ციცი აქტიურობდა, რომ ახლა ის წლებიც ხომ უნდა გავიხსენოთ, რომელი წლები არის, მაშინ ყველაზე ისეთი ვეგეტარიანული პერიოდი არის რა, ამას ყვები 2014-15 წლები არის რა. ხო და დამოკიდებულებაც ეგეთი იყო, რომ ბუსას მაინც არავინ არ დაგაჭერინებდა, თან ისინიც რაც თავარია, ჩვენებას არ მოგცემდა არც პატარა გრეჩი ხა და არც ის რატი. არ გეტყოდნენ რომ ამან დამჭრა, ეგ დაჭრა დარჩებოდა ყველა ვარიანტში გაუხსნელი რა. ეხლა ის არ გეუნება ვინ დაჭრა, ეს არ იძახის რომ მე დავჭერი. ხდება სადღაცას სახში. ხო და აი კიდევ ვიძახი, პროცესი და მატერიალური კოდექსი არ გაძლევს მაგის საშუალებას რა. და მან კიდე ისეთ პრობლემებთან მიდიხარ, კიდე დიდ დროს აიღებს მაგებზე რომ ვილაპარაკო. ერთი სიტყვით და სტატისტიკა იყო მან გადამწყვეტი რა. ახალი წელი იწყებოდა, ახალი სტატისტიკა იწყებოდა და ის ძველი ხო არავინ არ მოიკითხავდა იმ ძველ საქმეს. ყოველთვის არის ეგრე. თვე რომ თავდება დანაშაული მოხდა, თვე თავდება, თვის ბოლოს უნდა გასწორდეს სტატისტიკა. დგახარ პროკურატურასთან რიგში, რომ აი ეს ამაზე ბრალი წამაყენებინე, აი ეს საქმე შემიწყვიტე, ეს გამიკიდე, იმიტომ რომ თუ შენ სტატისტიკა არ გივარგა, ითვლება რომ მე შენ ცუდად მუშაობ, პლუს თუ პატრონი არ აყავს, თუ პატრონი ყავს, ხო რაც გინდა სტატისტიკა გქონდეს იმუშავებ ნებისმიერ თანამდებობაზე, გენერალი გახდები ერთ თვეში. საერთოდ პრობლემა არ არის. მაგრამ თუ პატრონო და ან ისეთი პატრონი არ აყავს, უნდა სტატისტიკა გქონდეს კარგ მდგომარეობაში ერთი სიტყვით ხო და იმ ძველზე არავინ აღარ მუშაობს. თვე დამთავრდა, დაივიწყეს ის საქმეები, ახალი თვე იწყება, ახალი სტატისტიკა იწყება და წელი რომ თავდება, ხო, ის წინა წლის საქმეები საერთოდ არავის აღარ ახსოვს მერე. არავინ ახლა ნორმალურ ქვეყნებში მაგალითად მუშაობს სპეციალური განყოფილებები არის, რომელიც ძველ საქმეებზე მუშაობენ რა, მაგალითად. მაგრამ ჩვენთან ეგეთი რამე არ არსებობს. ძველი საქმეები არის, აი თითო გამომძიებელს აწერია 500-600 საქმე აწერია. თითო გამომძიებელს, აი როგორ წარმოგიდგენიათ, აი როგორ უნდა იმუშაოს გამომძიებელმა 600 საქმეზე, აი 600 სისხლის სამართლის საქმეზე ერთმა გამომძიებელმა. მოდი აქ დავამთავროთ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ თუ შევყევით. კი ბატონო. მარტო დღეები ვილაპარაკებთ და მაგიტომაც გადავწყვიტეთ ამ პოდკასტების სერიის გაკეთება. ამერე შენ გაარჩევ ყველა ცნობილ საქმეს, გიგა ავალიანის საქმე იქნება 12 წლის ანას სიკვდილის ბურუსით მოცული საქმე იქნება, თუ სხვა გახმაურებულ ყველობებზე ვილაპარაკებთ და იქ კარგად მე ძალიან კარგად მიხსნი ხოლმე, იქ რა პრობლემები იყო და რატო იყო ეს პრობლემები და მართლა სანამ მშობლებმა არ ჩაიცვეს ქალამნები და რკინის ქალამნები და ყველგან არ მივიდნენ, თუმცა ანას შემთხვევაში ეს არ მოხდა, ზურა ფარჯიანს ჰქონდა ამაზე ძალიან კარგი გადაცემა და ყველას ვურჩევ ნახოს, იმიტომ რომ იქ ნახავს აი შოკის მომგვრელ გულგრილობას, არაპროფესიონალის, არ ვიცი ეს რა ქვია და აი ამას ჩვენ ყველაფერს განვიხილავთ, მათ შორის სუსის კრებსებსაც დაუბრუნდებით, იქ სუსის თანამშრომლების თვითმკვლელობებსაც თუ მკვლელობებსაც დაუბრუნდებით. მოკლედ, უამრავი, უსაინტერესო ესი თემა გვექნება და მართლა დარწმუნებული ვარ სერიალებივით დაელოდებიან, კარგი სერიალებივით დაელოდებიან ამ პოდკასტებს. მოკლედ, კიდევ ერთხელ გაიცანით გიორგი ირემაშვილი მისმინეს თანამშრომელი, მოკლედ და რამდენიმე ხანში უახლოეს მომავალში უკვე ჩვენ დავიწყებთ ამ პოდკასტების სერიას ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად. მე მგონი ყველა დაინტერესდებით ამით. გიორგი, ორი სიტყვით რაც მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ ამ პოდკასტებს დავიწყებთ ვილაპარაკებ ისეთ მიმართულებებზე, აი ხა შინაგან საქმეთა სამინისტროს რაც შეეხება და ძალოვან უწყებებს რაც შეეხება ზოგადად. ვილაპარაკებთ ყველა მიმართულებაზე, ვილაპარაკებთ რიგითი თანამშრომლების პრობლემებზე, ისეთ საკითხებზე და ისეთ რაღაცებზე, რაც ყველა მიცის უბრალოდ ხმამაღლა არავინ არ ლაპარაკობს ამ სისტემაში. რიგითი თანამშრომლების უფრო გასაგებად იქნება ეგ და საშუალო რგოლის მენეჯმენტისთვის იქნება გასაგები, იმიტომ რომ მაღალი რგოლის მენეჯმენტს არ მოეწონება მანდ რაღაცეები, მაგრამ რა თქმა უნდა პოლიტიკას რაღაცა დოზით ვერ ავწდებით, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური გადაცემა, ეს იქნება პოლიტიკური პოდკასტები. პოლიტიკის გარეშე მაინც არ გამოვა, მაგრამ რეალურად ჩვენ გვინდა ვილაპარაკოთ იმ სისტემურ პრობლემებზე, რაც აქ ამ ძალოვან უწყებებს, რაზეც მუდმივად მიდის ლაპარაკი და მიმართულებების მიხედვით, იმიტომ რომ ძალოვან უწყებებში არის ბევრი მიმართულება, შევეხებით ყველა მიმართულებას, ყველა იმას გახმაურებულ საქმეზე რაღაცა დოზით ყველაფერზე ვილაპარაკებთ,
ერთი სიტყვით და იქნება ძალიან საინტერესო, რადგან ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, ვილაპარაკებთ ჩვენ და ვილაპარაკებთ მხოლოდ სიმართლეს. ისეთ ფაქტებს, რომლის მონაწილეებიც თქვენც იყავით, მივმართავ აი ამ რიგით თანამშრომლებს საშუალო რგოლს, რომელიც თქვენ ზუსტად იცით, რომ ეს არის, უბრალოდ ხმამაღლა არავინ არ ლაპარაკობს და დროა ამაზე ლაპარაკი დაიწყოს. თუ არა და სულ ეგრე იქნება ჩამყაყებული ეგ სისტემა და მაგას საბჭოთა კავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დამთავრდება ეგრე არასდროს. თუ არავინ არ ილაპარაკა, ოდესღაც უნდა დამთავრდეს საბჭოთა კავშირი მაგ სისტემაში. მადლობა. არ დაგემშვიდობები, მოკლედ მალე შევხვდებით ერთად მისმინეს მაყურებელს.